მოგესალმებით მწარე პოდკასტი. დღეს გერთვებით Echo Chambers სტუდიიდან, სადაც ვიწერთ ახალ ეპიზოდს. შეგახსენებთ, ჩვენი მთავარი პარტნიორი არის TBC. ჩვენ ვაგრძელებთ სერიას საქართველოს სამეფო კარის თამაშებისა და წინა ეპიზოდში ჩვენ ოსმენელმა მოისმინა ეპიზოდი ლაშა გიორგის შესახებ, რომელშიც ჩვენ ზოგიერთი მითი დავამსხვრიეთ, შევეხეთ ლაშა გიორგის მოღვაწეობას, თუ როგორი იბრძოდა ის როგორც მონღოლების წინააღმდეგ, ასევე მის დაპირისპირებას ფეოდალებთან, სირთულეებს, რაც შეიქმნა თამარის მეფობის შემდეგ საქართველოში. და აი დღეს ვაგრძელებთ ლოგიკური გაგრძელება ამის უკვე რუსუდანის მეფობის პერიოდი და ამ ეპიზოდს ჩვენ დავარქვით სახელწოდება რუსუდანი ისტორიის წინააღმდეგ, ვინაიდან წინა ეპიზოდს ერქვა ლაშა გიორგის ისტორიის წინააღმდეგ და შესაბამისად აი თქვენ მსმენელებს მოგიწოდებთ რომ აი ამ ეპიზოდის დასრულების შემდეგ როცა მოისმენთ ეპიზოდს აღნიშნოთ კომენტარებში რატომ შეიძლებოდა ამ ეპიზოდისთვის დაგვერქმია ეს სახელწოდება, ანუ მაინტერესებს თქვენი ვერსია და ვარაუდი ამასთან დაკავშირებით რა არის. ჩემი დღევანდელი სტუმარი არის ნიკა შონია, ჩვენი არაერთგზის სტუმარი და ზოგადად ამ სერიის განუყოფელი ჩვენი სტუმარი, რომელიც მუდამ შუა საუკუნეების საქართველოს ისტორიაზე ვსაუბრობთ ხოლმე, განსაკუთრებით თუ ეს მე-14 საუკუნეს არცდება, ყოველთვის ჩვენ სტუდიაში არის. მოგესალმები ნიკა და მიხარია რომ ვაგრძელებთ ამ დიდებულ სერიას. მეც მოგესალმები. მადლობა სტუდიას მასპინძლობისთვის და იმედი მაქვს რომ კარგი ეპიზოდი გამოგვივა. კი ბატონო. ერთ სიტყვი წინას ერქვა ისტორია ლაშა გიორგის წინააღმდეგ. ამას ქვია რუსუდანი ისტორიის წინააღმდეგ. უფრო საინტერესო იქნება. ხო, ეს სახელიც რაღაც ექსპერიმენტად მოვიფიქრეთ და ვფიქრობ, რომ აი დღევანდელ ეპიზოდშიაც მოისმენთ, მიხვდებით, თუ რატო შეიძლებოდა ასე დაგვერქმია. მოდი შესავალით დავიწყებ, პატარა შესავალს გავაკეთებ. ჩვენ ბოლოს ვისაუბრეთ ლაშა გიორგის ბრძოლა მონღოლებთან, რომელშიც დაიჭრა ის და შემდგომში მალევე იღუპება. თუმცა ამ დროს, როდესაც ანუ ეს ამბები ხდებოდა, ის ასევე ზრუნავდა იმაზე, რომ თავისი და რუსუდანი გაეთხოვებინა, ანუ სარფიანად ამ შემთხვევაში, რომელიმე მეზობელი სახელმწიფოს მმართველზე და შირვანშაჰი იყო, ხო, შერჩეული თავდაპირველად, მაგრამ არ შედგა მაშინ ეს ქორწინება. ამავე დროს ჩვენ ისტორიული წყაროებით ვიცით, რომ რუსუდანმა მოუწოდა, ამწუხაროდ ლაშა გიორგი მოუწოდა რუსუდანს, რომ მისი ვაჟი დავითი, რომელიცაც შემდგომში ისტორია იცნობს ულუს სახელით მონღოლურ პერიოდში, ან ყოფილიყო მისი რეგენტი რუსუდანი და როცა გაიზრდებოდა დავითი, მხოლოდ მისთვის გადაეცა შემდგომში მეფობა. ანუ ეს ჩვენთვის ნაცნობის სცენარი არის, რომელიც უკვე ხდებოდა ხო მე-12 საუკუნეში, ვიცით ამის შესახებ, მათ შორის ყველაზე ცნობილი არის დავით მე-5-ისა, გიორგი მე-3-ის მიმართ, როდესაც ის მოუწოდებს, ასე დემნას ან შეავედრებს და იტყვის, რომ აი ის გაამეფე შემდგომში. ხო შემთხვევაში ზოგიერთი წყარო ასე მოგიწევს. ნუ ერთ-ერთი ვერსიით ასე არის. აქაც დაახლოებით მსგავსი სცენარი ვითარდება. მაგრამ ადის რუსუდანი ტახტზე და ბევრი რაღაც იცვლება. ისევე როგორც ყოველთვის მეფის სიკვდილის შემდეგ და ახალი მონარქი ადის ტახტზე, მით უმეტეს თუ ეს მონარქი ქალია, ხშირად იფეთქებს ხოლმე მაშინვე დაინტერესებული ჯგუფების გამოსვლები, რომელთაც აქვს სხვადასხვა ინტერესები, პოლიტიკური ინტერესები, თუ მოიპოვონ მეტი პრივილეგიები, ან განიმტკიცონ ის, რაც უკვე ჰქონდათ, ან არ დაკარგონ ამ შემთხვევაში, ხო? რაც ჩვენ ვნახეთ უკვე ლაშა გიორგის პერიოდში, როცა თამარის დროს დაწინაურებულმა დიდებულებმა სცადეს, რომ ლაშა გიორგიზე დიდი ზეგავლენა მოეხდინათ და მეფე ცდილობს გარკვეულწილად თუ წინააღმდეგობა გაუწიოს აი ამ ფეოდალებს, იმიტომ რომ ისინი ძალიან გაძლიერებულები არიან, განსაკუთრებით ხარგრძელები, რომლებიც ფაქტობრივად თავიანთ ნაწილს საქართველოს სამეფოსი, რომელსაც ისინი განაგებენ მონაპირე ერისთავების ამ შემთხვევაში სტატუსით, თითქმის დამოუკიდებლად გრძნობენ იქ თავს. შესაბამისად, ლაშა გიორგის უწევს საკმაოდ რთული პოლიტიკური სიტუაციის გადალახვა იმისთვის, რომ მათთან დაარეგულიროს ეს ურთიერთობა. მაგრამ ავიდა რუსუდანი ტახტზე. რა შეიცვალა ამის შემდეგ? რა ხდება მისი მეფობის დასაწყისში? პირველ რიგში აქ პირდაპირ რაღაც დაპირისპირებას ვერ ხედავთ რა, ეს არც ლაშა გიორგის დროს არ იყო. ეს რა რომ აი ვიღაც ფეოდალები ადგნენ და რაღაცები პირდაპირ მოსთხოვეს, როგორც მაგალითად თამარს ან რა ვიცი, თუნდაც ბაგრატ მე-4-ს ან ვთქვათ რომ აქაც ჟამთაღმწერელი არის თავარი. ხო, რა თქმა უნდა, თავარი წყარო ჟამთაღმწერელი, აქაც ტექსტიდან შევეცდებით რაღაცეები ცოტა სხვანაირად დავინახოთ, თუ მოგვეცა შესაძლებლობა. და ციტირებასაც მოახდენთ ხოლმე წყაროები. და ის არის რომ ეხლა ისტორიოგრაფიაში მიღებულია რომ რუსუდანმა როგორც გამეფდა მთელი ასე ვთქვათ საქმე გადააბარა ფეოდალებს და თვითონ თითქოს ამ არაფერს არ აკეთებს. თუმცა ეხლა რეალურად ცოტა დაკვირვებით რომ წავიკითხოთ და ესე არ მიუყვეთ ბრმად აი ამ ადგენილ რაღაცა იმას. ნარატივს მთლად ეგრეთ შეიძლება ვერ დავინახოთ, მაგრამ ფაქტი ერთია რომ ხარგრძელები ფლობენ ძალაუფლებას ლაშა გიორგის დროს
და მხარგრძელები ფლობდნენ, რა თქმა უნდა, ძალაუფლებას რუსუდანის დროსაც. და რეალურად სანამ არ გამოჩნდება, ასე ვთქვათ, ძლიერი მოწინააღმდეგე ჯალალედინის სახით, ხო ვერ იტყვი, რომ იქ იმ მომენტში ან ქვეყნის შიგნით რაღაცა განსაკუთრებული ხდება. იმ ყმადნაფიცების თუ მოხარკეების გამოსვლაც კი არ არის, თუნდაც რუსუდანის გამეფების დროს და ჟამთაღწერელი პირდაპირ ამბობს, რომ ძალიან კეთილად და კარგად და მშვენივრად მართავს რუსუდანი ქვეყანასო, მაგრამ მე ისევ იქამდე მივდივართ, რომ ისიც დაემსგავსა ძმას და დაემსგავსა ძმას ამ შემთხვევაში თავისი ცხოვრების წესით, რომელითაც არ იყო კმაყოფილი არც ჟამთაღწერელი და არც კიდე სხვები და სხვები. განსაკუთრებით ისლამური წყაროები და ანუ ამან მერე გამოიწვია ის, რომ იგივე თუნდაც ეს ჯალალედინი შეიძლება განვიხილოთ თუნდაც რუსუდანის და არა მარტო რუსუდანის სამეფო კარის და საერთოდ ქართველების ცუდად ცხოვრებისთვის მოვლენილი სასჯელი. და ამის მერე იწყება ყველა უბედურება. მაგრამ მანამდე არის საინტერესო რუსუდანის ქორწილი. ანუ იქ შენ ახსენე, ხო, რომ შერვან შახზე უნდა გათხოვილიყო, იდეაში ამისთვის იზრდებოდა ეს ქალი არ იყო იდეაში, რომ ის მეფე უნდა ყოფილიყო რა, ანუ რაღაც მხრივ ძალიან რომ მიაწვევიან ხოლმე რუსუდანს, ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ანუ მეფობისთვის მას არავინ არ ზრდიდა და მაგალითად დედამისგან განსხვავებით, ხო, დედამისი. ლაშა უბრალოდ ადრე ლაშა ადრე მოკვდა და მოუწია რუსუდანს მეფობა. ხო, იმიტომ რომ კანონიერი მემკვიდრეც არ ყავდა. კანონიერი ხო. აი მაგის კანონიერებაზე მე კიდე შეიძლება, ხო, კანონიერი მემკვიდრე ალბათ არ ჩაითვალა, იმიტომ რომ მე ხედავთ რომ არავის პრეტენზია არ აქვს, რომ ლაშა გიორგის ძე დავითს არავინ გვირგვინს არ ადგამს, როცა იდეაში შეიძლება უკვე იმხელაა, რომ გამებდეს, ხო, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ შარვანშახს ვეღარ გაყვება, იმიტომ რომ თვითონ არის მეფე და ის იმის ქვეშევრდომია და მიდის სხვაგან, ხო? ეს არის ის რა ქვია, ერზრუმის ამირა მოგისედინი, რომ სავარაუდოდ ეს არის, იმიტომ რომ წყაროებში დიმიტრია ჩვენთან სახელი შეიცვალას. ნუ ეს კაცი იყო მუსლიმი, გასაგებია, გაქრისტიანდა და მოიყვანეს ქმრად. და როცა ვამბობ, რომ მოიყვანეს ქმრად, აი ყველაზე კარგად შეესაბება ამ კაცს ქმრად მოყვანა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს პრეცედენტი თამარის შემთხვევაში ორი, როდესაც ვიღაც ტიპი მოვიყვანეთ აქ ქმრად, მაგრამ ის მეფედ იწოდა, ერთ გიორგი რუსის და დავით ოსმანის მეფედ იწოდება, მონეტაც იჭრება, მხედართმთავრებიც არიან, ნუ გიორგი თუდად დაამთავრა, მაგრამ დავით ოსლანი რაღაცა სტაბილურობის გარანტადაც კი შეგვიძლია დავინახოთ საქართველოში, მაგრამ ეს კაცი არის უბრალოდ კაცია. სიმბოლურად არის. უბრალოდ კაცია, რომელმაც უზრუნველყო რუსუდანის მემკვიდრეობა. სხვა ამას არაფერი არ გაუკეთებია პოლიტიკური და ის არის საინტერესო ამბავი მე უკვე ისლამურ წყაროებში, რომ როგორ ექცევა იბნ ალასირთან როგორ ექცევა ამ ბიჭს თუ კაცს რუსუდანი, რომ ფაქტობრივად ტყვეობაში ყავს და თვითონ ხან საიდან ჩამოყავს კაცები და ხან საიდან რა და ეხა ეს ჟამთაღწერელთან ამ დოზით არ არის რუსუდანის ამგვარი ცხოვრება, მაგრამ იქ არის ხო რაღაცა ცოდვისკენ მიდრეკილება, მაგრამ თვითონ სახელმწიფოში რაც ხდება ხალხში, იქ ჟამთაღწერელი საკმაოდ კაცრია რა, იქ რაღაცა გარყვნილება, სოდომური ცოდვა და მთელი ეს ამბები ქართველებს შემოპარული აქვთო და ამიტომ ხო, ისე დიწილად ისე ჩვენ წინაზე ეპიზოდში ვთქვით, რომ აი განსაკუთრებით ამაზე საუბარს მაშინ აფართოებს და ზდის მაშინ, როდესაც საქართველოს რამე უბედურება ხო, იმიტომ რომ იმით აიხსნას მე ეს უბედურება რა, მაგრამ ეგ იმით აიხსნას იმას არ ნიშნავს, რომ ეგრე არ არის, უბრალოდ წინ წამოწევა ხდება ხა რა, ვიღაცა გარყვნილი ყოველთვის იქნებოდა და იქნება, ხო, თქვა სიტყვაზე ვიძახი რაღაც იცი რა არის, მე ვამბობ ხოლმე, რომ ჟამთაღწერელი ყოლოდა სხვა მეფეებსაც ჟამთაღწერის ნაირი ყოლოდა, თიქაც რაღაცები გამოჩნდებოდა რა. ხო და იმას ვამბობ, რომ ანუ რაღაც დონეზე ხა რუსუდანის ცხოვრების სტილი გაკრიტიკებულია ჟამთაღწერელთან, მაგრამ იბნ ალასირთან ეს ძალიან დეტალურად არის, ხო? მოდი ამას დავაციტირებ. ძალიან საინტერესო დეტალი არის იბნ ალასირის მიხედვით, ქურჯების ქვეყანაში, ანუ საქართველოში სამეფო საგვარეულოდან ტახტის მემკვიდრე ერთი ქალი დარჩა. ქვეშევრდომებმა სამეფო წარმომავლობის საქმრო ძებნა დაიწყეს, რათა ქვეყანა მასთან ერთად ემართა. მაგრამ მათ ქართველებს შორის ასეთი არ აღმოჩნდა. ამ დროს ერზენ არ-რუმის, ანუ ერზრუმის, რა თქმა უნდა, მართველი იყო მოღისედინ თოღრულ-შაჰი, შვილი ყილიჩ არსლანისა.
და მუსლიმ მეფეთა დიდებული საგვარეულო სელჩუკთა წარმომადგენელი. მას ყავდა უფროსი ვაჟი, რომელსაც თოღრულმა ქურჯებს ელჩი გაუგზავნა და დედოფალი თავის შვილისთვის ცოლად ითხოვა. ქურჯებმა უარი განაცხადეს და უპასუხეს: "ჩვენ ამას ვერასდროს დაუშვებთ, რომ მუსლიმმა გვმართოსო." მან უპასუხა: "მაშინ ჩემი ვაჟი ქრისტიანობას მიიღებს და დედოფალზე დაქორწინდებაო." ისინი დათანხმდნენ და თოღრულმა შვილს ქრისტიანობის მიღება უბრძანა. ისიც გაქრისტიანდა. რამაც ისლამურ სამყაროში აღშფოთება გამოიწვია, როგორც აღნიშნავს იბნ ალ-ასირი, და დედოფალზე დაქორწინდა. მასთან გადავიდა და სამეფოს მართავდა. ქართველ დედოფალს ერთი თავის მონათაგანი უყვარდა. ხმარს დედოფლის სამარცხვინო ამბები ესმოდა, მაგრამ სისუსტის გამო ხმას ვერ იღებდა. ერთ დღეს დედოფლის ოთახში შევიდა და მონასთან ერთად მძინარე ნახა, რის გამოც აღშფოთდა და ამგვარი ქცევა აუკრძალა, მაგრამ დედოფალმა უთხრა: "თუ ჩემ ქცევას არ ეთანხმები, ალბათ იცი როგორ მოიქცე." მეფემ უპასუხა: "არა, არ ვეთანხმები." მაშინ დედოფალმა სხვა ქალაქში წააყვანინა იგი და დარაჯები დაუყენა, რომ არსად გაეშვათ. შემდეგ ალანთა ქვეყანაში ელჩები გაგზავნა და მოაყვანინა ორი ვაჟი, რომლებიც მისთვის სილამაზის გამო ეკოთ. ერთ-ერთ მათგანს სოლად გაყვა, მაგრამ მასთან დიდხანს არ დარჩენილა, დაცილდა და განჯიდან სხვა კაცი მოიყვანა. რადგან განჯიდან მოყვანილი კაცი მუსლიმი იყო, ქრისტიანობის მიღება მოსთხოვა და ქორწინება რომ შეძლებოდა, მაგრამ მან იუარა. დედოფალმა თავისი არ დაიშალა და მუსლიმობის მიუხედავად მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. მაშინ ხალხის წარმომადგენლები, მათ შორის ივანე, ქურჯ და ყველა ჯარის მეთაური, ხედავთავანი ან ამის პასალარი ივანე ათაბაგი იგულისხმება, ამის წინააღმდეგ აღზრდნენ და უთხრეს: "შენი ქცევებით შეგვარცხვინე მეფეთა შორის და ახლა კიდევ მუსლიმზე გათხოვება გინდა. ამას არასდროს დაუშვებთ." ეს ამბავი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, განჯელი კაცი კიდევ მათთან ცხოვრობს და ქრისტიანობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამას წერს იბნ ალ-ასირი. ქრისტიანობას არ იღებს და ამ კაცთან. ხო, ეხლა მოდი ახაც გავაკეთე კომენტარი, მაგას კომენტარის გაკეთება აღარ ჭირდება, თვითონ შინაარს, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ეხლა მუსლიმური წყაროები ხშირ შემთხვევაში ქალმართველებზე არ არიან კარგი აზრის და ხშირად რაღაცეებს აბუქებენ ხოლმე რა. ეხლა მაგალითად თამარზე ხა როგორ წარმოდგენაა, ხო? მასზე ღვთისმოსავი არავინ არ არის, მაგრამ არის ერთ-ერთი ისლამური წყარო იბნ ბიბის წყარო, რომელიც თამარის ქორწინების დროს იძახის, რომ იქ რაღაც რუმის სულთნის ბიჭებზე გაგიჟდა და წერილები მიწერა, რომ ჩამომიყვანეთ და გას აღარ გავაგრძელებ რა და ესეც შეიძლება ეხა აქ ამეტებს შეიძლება რომ ეგრე მთლად მთელი რეგიონის კაცები ეხლა რუსუდანს შეიძლება არ ყავდა იქ ჩამოყვანილი, ხო? მაგრამ ხო, რაღაც საფუძველი ალბათ აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა გამოგებულია. საფუძველი აქ იქიდან ჩანს, რომ ჟამთააღწერელიც ამბობს, რომ მის ძმას მიემსგავსაო და ხა მისმა ძმამ რაც გააკეთა, სვენელს თუ აინტერესებს, შეუძლია წინა ეპიზოდი ჩართოს. ხა აქ აღარ განვავრცობ, ხო? მაგრამ ასე იყო თუ ისე ეს ქორწინება ის ბიჭი შეიძლება შეგვეცოდოს, მაგრამ საბოლოოდ ორი შვილი ეყოლათ. თამარი და დავითი. რომელიც დავით ნარინის სახელით რომელიც შემდეგში იქნება დავით ნარინი და აი ამ ამების მერე უკვე ძალიან რთული, ყველაზე რთული, ანუ საქართველოს სამეფოს ძლიერების დასასრულის დასაწყისი არის უკვე ამის მერე, ხო? კი, ზოგჯერ ლაშა გიორგისაზეც ამბობენ ხოლმე, რომ ამ პერიოდში მე არ ვთვლი ასე ნამდვილად. კი არა, ლაშა გიორგი რაღაცა იმპერატორის ხარისხში იყო ფაქტობრივად აყვანილი ხო თავის დროზე, შესაბამისად ნამდვილად მონღოლებთან ახლა მისი მარცხი იმ პერიოდში რაც ხდებოდა იმ დროინდელ მსოფლიოში, იმასთან შედარებით ვერ ვიტყვით რომ ეს რაღაც დამანგრეველი არაუღიათ მონღოლებს საქართველოს კონტროლს. მარბიელი ლაშქრობა იყო და ზოლისველზე კი დამარცხდი. და თან ისე წავიდნენ შემდგომში, აღარ გამოჩენილან კარგახნის მანძილზე და საერთოდ გაქრა მათ შესახებ წარმოდგენა რომ ისინი კიდე მობრუნდებოდნენ მერე თანაც ასე დამპყრობლებად, ხო, შემდგომში და მფლობელებად საქართველოს. კი ბატონო. ხო და ამიტომაც არის რომ რუსუდანის დროს იწყება ეს ყველაფერი და ამის შემოქმედი არის ჯალალედინი. ეს კაცი ცნობილია ახლა ზოგადად ქართველებისთვის. იმიტომ რომ ამ კაცის თბილისში შემოსვლას უკავშირდება ეს ცნობილი 100,000 მოწამის ამბავი, ხო? როგორ უბრძანა რომ ხატებზე დაებიჯებინათ და ანუ 100,000 კაცმა. ხო, ძირითადად უფრო ამ ლეგენდით არის ცნობილი, ვიდრე ისტორიული ამ ლეგენდით არის ცნობილი და ქართულ საზოგადოებაში აი კომენტარებში, წინა ვიდეოს კომენტარებში რამდენიმე სმენელმა ის მოიხსენია რაღაც ქალაჩუნად თუ რაღაცა ისე აი ძალიან აგდებულად რა ჯალალედინი რომ აი ამასთან როგორ წავაგეთ თუ რაღაც ესეთი იყო რა და ამას აქ საფუძველი სიღრმეებში ვარ შედიხარ ტიპი არის მონღოლებისგან დევნილი კაცი რომელიც აი ეს დევნილობაშია და ამ დროს
ბრძოლაზე გიგებს, ხო და რა თქმა უნდა, ხა სიღრმეში რო არ შეხვალ, გეგონება რომ ანუ საიდანაც გამოქცეულმა ეს როგორ დაგმართა და ეს ყველაფერი მე ბრალდება რუსუდანს, რა, იმიტომ რუსუდანის ბრალია რომ ეგ მოხდა. მაგრამ ეხა ჯალალედინი არ არის ეხა, კი, გასაგებია რომ გამოქცეულია, მაგრამ ჯალალედინი არის ხვარაზმის შახი, კი მონღოლებთან დამარცხდა, მაგრამ ეს ხვარაზმი არის ეს თელწამოსაკრავი სახელმწიფო. ხო, რომ როცა ხორეზმი პირველად შეებრძოლება მონღოლებს, მაშინ ჯალალედინი არ არის ხორეზმი, მამამისი მუჰამედი არის, რომელიც აირჩევს ძალიან არასწორ შეებრძოლება რა, არც შეებრძოლება. ძალიან არასწორ სტრატეგიაში არჩევს მონღოლებთან საომრად, გადაწყვეტს რომ მონღოლები როგორც მომთაბარეები ვერ აიღებენ მის ქალაქებს და გადაწყვეტს რომ ეს ჯარი გარნიზონებად განალაგოს და როცა მონღოლები მოვლენ, ბრძოლის ველზე კი არ შეხვდა ქალაქებში გამაგრებული. არის ცოტა ჩინური ისინი რომ მოყვა მონღოლებისაგან ამ ქალაქების რიგრიგობით აღება და საბოლოო ჯამში ძალიან გამანადგურებელი მარცხი. არადა რეალურად ხორეზმის იმპერიას ყველაზე მეტი შანსი ჰქონდა იმ დროინდელ ახლო აღმოსავლეთში რომ მონღოლების წინააღმდეგ წარმატებული ყოფილიყო. არადა ყველაფერი ძალიან ესეთი შთამბეჭდავად დაიწყო თითქოს ჩინგისხანთან ესეთი თავიდანვე პატარა როგორც შესაძლებლობა გაჩნდა მათ შორის რაღაც ურთიერთობისა, მაშინვე ძალიან მკაცრი პასუხი გასცა ჩინგისხანს, ხო, მისი ელჩები და მონღოლი ვაჭრები ცოცხლად მოახარშინა ქვაბში ხორეზმშაჰმა მუჰამედმა და როცა მონღოლებმა ამაზე მე პასუხი მოსთხოვეს, ის გამაგრდა ციხესიმაგრეებში და ველზე არც კი გამოიყვანა ეს თავისი ძალიან მრავალრიცხოვანი და ძლიერი ჯარი. იმიტომ რომ ხორეზმს რო ძალიან ძლიერი ჯარი ყავდა, ეს გამოჩნდა როგორც ჯალალედინის შემდგომ მოქმედებებში, ასევე ამ ხორეზმელების სხვადასხვა ისლამურ სახელმწიფოებში შემდგომში მოქირავნეებად და მოკავშირეებად ყოფნაში, იმიტომ რომ აი სულ მარტივად გავიხსენოთ ლაფორბიეს ცნობილი ბრძოლა 1251 წელს, აი ეს არის აი ჯვაროსნების მეორე ჰატინი, ფაქტობრივად, თუმცა ჯვაროსნები სასტიკად მარცხდებიან მუსლიმურ ჯართან და აი ამ ჯარში უმეტესი ნაწილი იყო ჯალალედინის შემორჩენილი ხორეზმელები, რომლებიც იმ პერიოდში ემსახურებოდნენ სხვადასხვა მუსლიმ მმართველებს და აი ამ ჯარმა შემდგომში ძალიან დიდი როლი შეასრულა ახლო აღმოსავლეთის ისტორიაში. ასე რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვეს ალბათ ხორეზმელებმა რომ მონღოლებთან ბრძოლის ველზე არ გავიდნენ თავის დროზე და ესე არასწორი ტაქტიკა არჩიეს. ტაქტიკა ნამდვილად არასწორი. მაგრამ მორჩა ეს ომი და ხორეზმშაჰი არ დამარცხებულა საბოლოოდ, იმიტომ რომ ჯალალედინმა აიღო ხელში მართვის სადავეები, გამოიყვანა გადარჩენილი ნაწილები, შეივერთა ყივჩაღები, რომლებიც მასთან ძალიან ახლოს იყვნენ, თუ ყივჩაღების რაღაც ნაწილი, არ გეგონოს რომ ყივჩაღები მარტო ცხოვრობდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ხო? ეს იყო უზარმაზარ სივრცეში გაფანტული მომთაბარე ხალხი, დაწყებული თანამედროვე უკრაინის ტერიტორიიდან, ეგრეთ წოდებული დეშტი ყივჩაღი, რასაც ეწოდებოდა, ხო? თანამედროვე ნესრისპირეთი, იქიდან მოყოლებული ჩადიოდა შუა აზიამდე, ყივჩაღების განსახლების არეალი. ზოგიერთი ხორეზმშაჰს ემსახურებოდა, ზოგიერთი დავით აღმაშენებელს თავის დროზე, ზოგიერთი კიევის რუსეთს ებრძოდა და ასე შემდეგ და ანუ ისინი მიჯარშიც ამ შემთხვევაში იყვნენ. დიეს მონღოლებმა ძალიან ბევრი ინდოეთშიც კი დიეს მას და ანუ ავსტრიელ ახლო აღმოსავლეთში, მაგრამ ეს კაცი ახერხებს თავის გადარჩენასაც და როგორც ცნობილია ისტორიულ წყაროებში, ჩინგისხანი იტყვის კიდეც, აი ასეთი შვილი რომ ყავდესო, მე სოფლიოს დავიპყრობდიო მაშინ. არა და 4 შვილი ყავს და დაიპყრეს ლამის. მაინც დაიპყრეს. მაგრამ მაინც ჯალალედინზე თქვა ეს. კი, იმიტომ რომ კაცი ამ ბოლომდე ებძვის დინარე ინდში ხტება, შემდეგ გაცურავს და კიდე ბრუნდება საომრად, ხო, ეხლა წარმოვიდგინოთ მე აქეთ რო გადმოდის ანუ ეს ხო არის სვენელმა არის ფიქრობს რომ რამდენჯერმე რომ ლაპარაკობთ ხომ ამ დამპყრობელიზე თემაზე და რაღაც დადებით კუთხით სამხედრო კუთხით შევაფასებთ ხომ მიწერა რომ აი შენ იმის ფანი არა არის ფანი არის ჯუეინი ხო ჯუეინი ჩვენ აღნიშნავთ რაღაცას რომ მის სამხედრო მოღვაწეობაზე ხო იმიტომ რომ კაცი გადმოდის დევნილია ეძახე მაგრამ შენამდე სანამ მოვა მთელ ირანს და ერაყს იკავებს ხო ეს ხო ჯერ ამ ხელა სივრცეა მე ამის კონტროლი. თან აქვს ძალიან კაი, გარდა იმისა, რომ კარგი სამხედროა, ამბობენ ხოლმე ხშირად, რომ ცუდი დიპლომატი არისო. და ხო, საბოლოო ჯამში მას არ გამოუვიდა. კოალიციის დიდი კოალიციის შეკრა არ გამოუვიდა, გასაგებია ბოლოს ყელში ამოუვიდათ, იმიტომ რომ ძალიან სასტიკია რა, რეალურად მართლა სასტიკია. და თან იცი არა, უნდა რომ მამამის რო უყურებდა ალბათ რომელ ტიპებს ეხა ქვაბებში ხარშავდა, ამაზეც იგო იცი რა არის, თანასწორად არ განიხილავს ხოლმე. არავის და მაგრამ აი ხა პიარი მაინც გააკეთა თავ საწყის წარმატებებში პიარმა იმუშავა, იმიტომ რომ იქ წერილები დააგზავნა რეგიონში როგორც გამოჩნდა, წერილები დააგზავნა, რომ ესე იგი მე ვარ აი ეს რა ბურჯი და კედელი და ხო ალექსანდრეს კედელი მონღოლების წინააღმდეგ და ჩვენთან ლაშქრობის წინაც უბრალოდ ჩვენთან პირველი რაღაცა შეტაკებების მერეც წერილებს აგზავნის რომ აი ქრისტიანებს ესე იგი წავგლიჯე რაღაცა ტერიტორია რომელიც ჩვენია მუსლიმების და მთელი ამბები ანუ ამათ ეს თან ჩვენ წინააღმდეგაც არის მიმართული იმიტომ რომ ჩვენ ფაქტობრივად კაცმა მოგვაქცია სრულ იზოლაციაში იმიტომ რომ ეს სამეფო კარი მართლა ის არა მართლა ეს რუსუდანი
მეტი არაფერი არ ინტერესებდა კაცების გარდა ეგრე არ არის, იმიტომ რომ რეალურად ხშირ არის რა ეს დიპლომატიური კავშირი, რომ რაღაცნაირად იქნება ჯალალედინის წინააღმდეგ რაღაცა თუნდაც ის პოლიტიკური ქორწინება მოახერხოთ, ხო? სელჩუკებთან, რუმის სელჩუკებთან. მაგრამ ისე არის, რომ ამაში ანუ სრული მარცხი განვიცადეთ, იმიტომ რომ ჯალალედინი ანუ ჩვენ მეუნებით ხვებს რომ მოდი ჩვენთან დადექით ჯალალედინის წინააღმდეგ და ჯალალედინი მეუბნება ხვებს რომ მე ვებრძვი ქრისტიანებს და ქრისტიანულ ქვეყანას და ურჯულოებს და აი საქმეს ვაკეთებ და ისინი ჯალალედინის მხარეს დგებიან და სრულ იზოლაციაში გვაქცევს ფაქტობრივად რა ანუ იქ არის კი ჯალალედინთან შეტაკებების დროს ჩვენს ჯარში სახელდებიან არა ხო რუმიდან და სირიიდან მაგრამ ეს არ არის რაღაცა მასშტაბური ჩარევა რა და დახმარება რა ანტიჯალალედინური კოალიცია ვერ არის ხო რაღაცა დამხმარე რაზმები შეიძლება არის და ამაში გვაჯობა და წარმოაშინა თავი როგორც რაღაცა ისლამის მხსნელი სანამ მე თვითონ არ გაექცა მუსლიმების წინააღმდეგ თუნდაც და მე ხელში არ ამოვიდათ მისი ქმედებები მაგრამ თავდაპირველად მის წარმატებაში ამანაც იქონია გავლენა თუმცა ხშირად უწევს ახლა აჯანყებების ჩახშობაც ეგრე არ არის რომ აქ სახელმწიფო შექმნა რომ ის აი არ უნდა წარმოვიდნენ რომ 5 წელიწადში და 10 წელიწადში თუნდაც შენ შექმნი სახელმწიფოს რომელიც რაღაცა სტრუქტურებზე და რაღაცა ინსტიტუციებზე დააფუძნებდა იმას მართავ ეს მისი ეს სახელმწიფო რომელიც ირან-ერაყის ტერიტორიაზე და აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შექმნა ეს იყო თვითონ ჯალალედინის წარმატებებზე დაფუძნებული სახელმწიფო ხო სადაც ახლა ვერ აწყობდა ის სისტემას როგორი სისტემას თვითონ ხორეზმში ქონდა თქვათ ხო რა თქმა უნდა მაგრამ მაინც მოახერხა და შესაბამისად ამდენ რაღაცას რო აღერხებ ეს არ არის ხელწამოსაკრავი კაცი და ხელწამოსაკრავი კაცი არ არის და შემოდის ჩვენთან და აქაც დიპლომატიურად თამაშობს მიღბავს ჩვენთან შემოსვლას როგორც არასაომრად არამედ რაღაც ანტიმონღოლური კოალიციაში ჩვენი შესვლა უნდა მაგრამ არ უნდა დაგვავიწყოს რომ ხორეზმის სახელმწიფოს არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვს საქართველოს მიმართ ჯერ კიდევ მამამისის დროს ხო ის ხო ცნობილი ამბავია ათაბაგ უზბეკთან დაკავშირებით რომ ლაშა გიორგის მოუწოდებს რომ თავი დაანებოს ამ კაცს იმიტომ რომ თავის ქვეშ რდომა და აქვს გამოცხადებული და წყაროებში წერია რომ თბილისის აღება უნდა და თბილისის დედაქალაქად ქცევა და მთელი ამბები მაგრამ ისე აქედან რომ გავაკონტროლებო რუმსაცო, ერაყსაცო, ირანსაცო ანუ მაგრამ ნუ ეგ საქმე არ გამოსდის კი ბატონო გასაგებია მაგრამ ჯალალედინი როდესაც ჩვენ გვეუბნება რომ აი მე მოვდივარ იმიტომ რომ შვიდობა მინდა ეგრე არ არის რა იმიტომ რომ იქ როდესაც უკვე ქართულ ტერიტორიებზეა შემოსული და რეიდებს აწყობენ ელჩს აგზავნის რუსუდანთან რომელიც ამ შვიდობაზე და მეგობრობაზე ლაპარაკობს და რუსუდანი პასუხობს რომ მეფეები ეგრე არ იქცევიანო რა შენ აქ ერთ რაღაცას მეუნები და შენი ბატონი მეორეს აკეთებსო ამიტომაც ეს პასუხი გააძევებინებს ან საინტერესოა მაგრამ საბოლოო ჯამში ეს მოხდება ეს ბრძოლა პირველი ბრძოლა 1225 წელს ქართველებსა და გარნისის ველზე ეს მოხდება და აქაც ხშირ შემთხვევაში აქაც მე მინდა ხაზი გავუსვა რომ რუსუდანი აკეთებს იმას რაც უნდა გააკეთოს მეფე მით უმეტეს ხალი მეფე მეც ვერაფერს ვერ გააკეთებდა ანუ ის მოუწოდებს იმერ და ამერ ანუ ჯარებს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოსთან იკრიბება ეს ჯარი მხედართმთავრობას აძლევს ივანე ხარგზეც ივანე ათაბაგს იმიტომ რომ ნუ ხედავ მაგ დროსო ეხლა იქ ჟამთაღწევად წერია ჩუმათო მონაზვნად იყო ან ბერად იყო უკვე აკვეცილიო მაგრამ ნუ ამრის პასალარის სახელო ისევ მას უპყრია და უნდა წაროძღვეს ხო თორნიკერის თავით მოუბრუნეს ბერო ხო რაღაცა ეგეთი მაგრამ არა ეს მალულად იყო ანუ საზოგადოებამ არ იცოდა რა და ისევ ამრის პასალარი უბრალოდ მოხუცია ამ დროს და ჩააბარებს და ყველანი იქ არიან რა მთელი საქართველოს ლაშქარი გადის მთელი საქართველოს ლაშქარში ხო რაც საჭირო იყო და რამდენიც მოხერხდა იდეაში ხა ჯალალედინის წინააღმდეგ მაქსიმალური ძალები გამოიყვანეს და გავიდნენ ბრძოლის ველზე და ის რომ ჩვენ ქართველებმა ეს ბრძოლა წავაგეთ ეს რუსუდანის ბრალი ნაკლებად არის პირდაპირ რუსუდანის ბრალი ნაკლებად არის იმიტომ რომ რევეტი რა უნდა ექნა მეფეს ახლა რუსუდანი ხა ჯარს ვერ უხელმძღვანელებს თამარიც მაგას აკეთებდა ხო გინდა შამქორი იქნებოდა თუ ბასიანი მოუწოდებდა ჯარს ის ჯარი მიდიოდა და ერთი განსხვავება ის ჯარი იგებდა და ეს ჯარი ვერ იგებს და რატო ვერ იგებს ხო ეს არის ვის ხდება იმასაც გააჩნია ვის ხდება ჯერ ეგ არის მნიშვნელოვანი რომ ჯალალედინი არის და არა ვიღაც ტიპი
ქუჩიდან მოსული, ესე ვთქვათ, და მეორე არის სხვა პრობლემები იჩენს თავს, მაგრამ ძალიან რთულია გარნისის ბრძოლის, ანუ ვერსიები აქვს, ხო, აქ ხო, ორი ვერსია. ძალიან საინტერესოა ეს ერთი ვერსია, რომელიც ძალიან გავრცელებულია ჩვენ რასაც ვეყნობით ხოლმე ძირითადად, ეს არის, როცა ივანე ათაბაგი წინ მებრძოლ რაზმში გაუშვებს შალვა და ივანე ახალციხელებს და თითქოს შურის გამო და მათი თავიდან მოშორების გამო შეახოცავს, ასე ვთქვათ, და ტყვედ ჩაუვარდებიან ისინი ჯარლიდს და დანარჩენ ჯარს მოაბრუნებს და არიომებს. მეორე ვერსია, რომელიც ჯუვეინი ამ შემთხვევაში გვაწვდის, ეს გაცილებით განსხვავებული ვერსიაა და აი ამ ჯუვეინზეც ერთი ორი სიტყვა უნდა თქვა. ხო, ჯუვეინზე სანამ ვიტყვით, მაინც ეს ჟამთა აღწერლისეული ვერსია უფრო გასაგები რო იყოს რა, სმენელისთვის, ანუ რა ხდება, ჯარი ფაქტობ, ანუ ამ სქემით იყოფა ორ ნაწილად, არის წინამავალი მცირერიცხოვანი შედარებით ჯარი და არის ძირითადი ლაშქარი, იმას წინამავალს ხელმძღვანელობენ ახალციხელები და ძირითადად ივანე ათაბაგი, ხო და თითქოს გეგმა არის ესეთი, რომ პირველ შეტევას ახორციელებს წინამავალი ჯარი და საჭიროების შემთხვევაში, როდესაც საჭირო იქნება, ძირითადი ჯარი ჩაერთვება. ეხლა სამხედრო სტრატეგიული თუ ტაქტიკური თვალსაზრისით ესეთი რაღაცები არ იყო უცხო. თან გავიხსენოთ, რომ მაღლობზე დგან. ხო, უკეთეს პოზიციაზე დგან. არ იყო უცხო, იმიტომ რომ შენ ბრძოლის შუაში რო უცვლი რადიკალურად რეალობას, ის არის რა, ასე ვთქვათ. არეულობა შეიტანოს, მაგრამ აღმოჩნდა ის, რომ ორჯერ გამოუგზავნეს კაცი, რომ მოგვაშველე ძირითადი ჯარიო და ამან არ მიაშველდა შურიო. ანუ შურდა ახალციხელებისო და ეხლა ამაზე გაჩნდა ქართულ ისტორიოგრაფიაში, რომ ანუ რისი შურდა ან რა შურზეა საუბარი, ხო? ზოგი მკვლევარი ამბობს, რომ უბრალოდ რო შეხედა ივანემ აზრი აღარ ქონდა ჯარების ჩართვას და ხალხი აღარ შეახოცაო, მაგრამ ეგეც ბოლომდე არ ჯდება ლოგიკაში, იმიტომ რომ თუ მე თვითონ დავგეგმე ეგრე, რომ ჯერ იმათ უნდა იომონ და მე დავეხმარო, ის ხო ცხადი იყო, რომ ის ძირითადად ისა წინა ნაწილი თელ ბრძოლას ვერ მოიგებდა. ხო და შევხედე, ვერ იგებენ და წამოვედი, მაშინ ეგრეც არ გაყოფ. მეორე მაშინ ისი შეშურდა, ხო და იქ არის ახლა ერთ-ერთი ვარაუდი, რომ თითქოს ანუ ივანე მოხუცია, მისი მემკვიდრე ავაგი ჯერ ახალგაზრდაა და აი მასსა და ავაგს შორის ამირსპასალარობაში და სამხედრო უმაღლეს სამხედრო თანამდებობებზე ახალციხელები შემოდიან და ეს საფრთხე დაინახა, რომ ხარგზელები კარგავდნენ სახელოს და შეახოცა ეს ხალხი და ნუ ეს გადააყოლა პირად ფეოდალურ ინტერესებს, სახელმწიფოს ინტერესებიო ესეთი ბრალდება არის. მაგრამ აქ არის კიდე მესამე ვარიანტი, რომ ისევ ჟამთა აღწერლისეული ამბავია, იმიტომ რომ ტექსტში რომ შური არის წყარო ყოველი ბოროტებისა და ამ ბოროტების გამო შენ გჯის ღმერთი და რაღაც ისევ მივდივარ პროვიდენციალიზმამდე. ზუსტად ამის თქმა თან ხედავთ, რომ ივანეს ანუ გარნისის ბრძოლიდან 2 წელიწადში მაინც ივანეს შვილი ავაგი ხდება, ამირსპასალარი და 25 წელს იმდენად პატარა იყო, რომ ვერ გახდებოდა და 27 წელს მაინც გახდა, ანუ რამდენი წლის იყო ის ავაგი, რომ ამირსპასალარი გახდა, ხა 17 წლის ბავშვს არავინ არ დანიშნავდა, ხო? ამიტომაც აქაც ბევრი კითხვის ნიშანია რა მოხდა და ის შური ისევ პროვიდენციალური ამბავი ხო არა. ხო იცი რა არის, ხა შესაძლებელი არის მე ვფიქრობ, რომ აი რუსუდანს მაგალითად ჩვენ ხო არ ვიცით ეს დეტალები მის სამეფო კარის შესახებ, რომ რომელ ფეოდალურ გვარს ანიჭებდა უპირატესობას. შეიძლება მის კარზე ახალციხელებს აქვთ უპირატესობა და უფრო მათ ემხრობა ამ შემთხვევაში, რომ სამხრეთისკენ უფრო მეტ პრივილეგიას აძლევს, მეტ ძალაუფლებას აძლევს ვიდრე ხარგზელები და იმიტომ ჩვენ რადგან ამის დეტალები არ გვაქვს ამ ამბისა, აი შედარებით ძნელი არის ამაზე ამხრივი მსჯელობა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ თუ იყო ამ ორ გვარს შორის დაპირისპირება, შეიძლება შექმნა ეს რუსუდანის ფავორიტიზმი. ანუ შეიძლება მისი ფავორიტი არის და მან დავაბრალოთ რუსუდანს რაღაცა. და რუსუდანს შეიძლება ის ახლა ეგეც არის, რომ მეფე თავის სიმაღლეზე უნდა იდგეს, რომ თუ მეფე თავის სიმაღლეზე დგას ფეოდალი ვერ გაბედავს, რომ ეს შემშურდა და ჯარი არ მივაშორე. ხა როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ, რომ გიორგი მესამის დროს ან დავით აღმაშენებლის დროს რომელიმე ფეოდალს ბრძოლის სადაც თვითონ დავითი არ იქნებოდა, გაებედა რომ აუ ისა რაღაცა. მიეტოვებინა ჯარი. ხო, მაგრამ თუმცა ახლა გავიხსენოთ ჩვენ, ხო, ბიზანტიის იმპერიაში მანასკერტის ბრძოლა, როცა დუკების საგვარეულომ ბიზანტიის მთელი არმია
მაგრამ ის მაინც ბიზანტია, მაინც სხვა რეალობა. მაგრამ ყოველთვის შემთხვევაში ესეთი რაღაც შესაძლებელი არის. მაგრამ ხა ეს არის ძალიან ირიბ ბატონ რუსუდანის ბრალი დავინახოთ მაინც. აქ არის თავიდან ბოლომდე ივანეს ბრალი, რომელიც საერთოდ არისო კარგი მხედართმთავარი. არა, ხო გავიხსენოთ ხლათთან მისი ტყვეთ ჩავარდნა პირველად. ლაშა გიორგისთან რა ქონდა მაგას სალაპარაკო თვითონ როგორ თვითონ ჩავარდა ტყვეთ ძალიან სამარცხვინოთ და შემდგომში მოუხდა დინასტიური ქორწინება. მის სახელით იყო იდეაში გაკაჩული. იცი რა არის ზაქარია და ივანე მანამდე საერთოდ სოსლანის კამპანიებში საშკარად ჩანან ხომე რომ გადამწყვეტი არც ერთი არ იყო მაინც სამხედრო კამპანიებში. ანუ სოსლანი ასრულებდა ხომ გადამწყვეტ როლს და მათ ქონდათ ხომ მეორე ხარისხოვანი შედარებით როლი, რა დროსაც იყო მომენტები რომ მათი ფლანგი გაიქცა კიდევაც მოწინავე უკან დახევას იწყებდნენ. აი იგივე ბასიანის ბრძოლაში ძალიან გაუჭირდათ იგივე ივანესა და ზაქარიას. ასე რომ ვერ ვიტყვით რომ ხა რომელიმე მათგანი რაღაცა განსაკუთრებული მხედართმთავარი იყო მიუხედავად იმისა რომ მე ზაქარია ირანში ლაშქრობს ხო ხა თუმცა იქ რო ლაშქრობს მას არანაირი საველე ბრძოლები არ უწევს ამ შემთხვევაში თან მიხვდება იმ ირანში ვინ არიან რა ხო შეგხვდება აზერბაიჯანის ათაბაგები რომლებიც ამ დროს ძალიან დასუსტებულები არიან პოლიტიკური თვალსაზრისით თუმცა აი ხლა ეს კარგი გავიხსენეთ მე მგონი ზაქარიას ლაშქრობა ირანში თუნდაც იმიტომ რომ ეს იყო ეწოდებოდა შეიძლება სადემონსტრაციო ლაშქრობა ჩაითვალოს ხორეზმშაჰების წინააღმდეგ მაშინ ანუ ქართველებმა რაღაცა ნიშანი მისცეს თითქოს ხორეზმშაჰებს რომელთაც უკვე ქონდათ გავლენა ამ ტერიტორიაზე რომ აი აქ უკვე ქართველების გავლენის ზონა იწყებოდა იმიტომ რომ თუ გახსოვს ესეთი რაღაცას აკეთებენ რუმის წინააღმდეგ და აიუბიანების წინააღმდეგაც აი როცა გიორგი რუსის ლაშქრობები ხდება ხო სამხრეთისკენ რომ აი აიუბიანების მიმართულებაზე გარკვეულწილად ტერიტორიებს კი არის კავები და კი რაღაცას კი არის ერთებ ძალის დემონსტრირებას ახდენ ხო და გავიხსენოთ ხა მოკლედ გადავიდეთ ზუგარნისის ბრძოლაზე და მესამე ვერსია წარმოვადგინოთ ამ ბრძოლისა რომ ეს არის ამ შემთხვევაში ჯუვეინის მოცემული ვერსია და აი აქვე აღნიშნავთ ვინ არის ჯუვეინი. ჯუვეინი ძალიან საინტერესო მოღვაწეა მე-13 საუკუნისა. ეს იყო ირანული წარმომავლობისა ისტორიკოსი, რომლის წინაპრები იყვნენ თავის დროზე ჯერ აზერბაიჯანის ათაბეგების სამსახურში, ხორეზმშაჰების სამსახურში, მათ შორის მისი წინაპარი როგორც ცნობილია ხორეზმშაჰ მუჰამედთან დაახლოებული პირი იყო, მაგრამ შემდგომში მოვიდნენ მონღოლები და უკვე ჯუვეინი ამ შემთხვევაში მონღოლების ერთ-ერთი მოხელი არის. შესაბამისად, მისი ნაწარმოებში იგრძნობა ძალიან კარგად ეს, რომ აი ვის მხარეს არის ის, ვის უჭერს მხარს, მისი მორალურად ვის ამართლებს, ვინ არის მისთვის მიუღებელი, ხო? აი განსაკუთრებით ხა ჯუვეინი ალბათ ერთ-ერთი ისტორიული წყაროა, რომელშიც ქართველები ყველაზე უარყოფითად არიან წარმოჩენილები, აი რაც კი ისტორიული წყაროა. ხო, ყველა დაწყებული მეფიდან ჯარისკაცით უბრალოდ ჯარისკაცით დამთავრებული. საერთოდ ზოგადად ხალხი სატანის მსახური და რაღაცეები. იცი რა, საერთოდ იბნ ალ-ასირი და სხვა ავტორები შეიძლება მოიხსენიებენ ხომ რაღაც ეპითეტებით, მაგრამ არა როგორც ჯუვეინი, ხო, ჯუვეინი ძალიან მკაცრად არის ამ შემთხვევაში ქართველების მეთ განწყობილი და ცდილობს მაქსიმალურად თავის ნაწარმოებში ყველგან როცა ქართველების ხსენება რუღას დაამციროს ისინი. არა აქვს მნიშვნელობა რა ეპიზოდი არის ეს, ხო, ყოველთვის ცდილობს რუღას დაამციროს. აი გარნისის ბრძოლის ეპიზოდის მე ვფიქრობ რომ ჯუვეინისეული გამონაგონი არის ამ კუთხით, რომ მან გადაწყვიტა რომ აი ქართველები ეჩვენებინა როგორც ამ შემთხვევაში ურჯულოები, როგორც ლოთები, როგორც აი გარყვნილები და ასე შემდეგ. და წარმოაჩინა ესე თითქოს ქართველებს გარნიში ჰქონდათ ბანაკი დაცემული ამ ბანაკში ბოლომდე აი სასტიკად დალიეს ასე ვთქვათ გადყორნენ მოკლედ რომ ვთქვათ და ამ ნასვამებს დაადგა მოულოდნა ჯალალედინი და ამოწყვიტა ისე რომ სანამ ხელის მოქნებას შეძლებდნენ საერთოდ ისინი და ამავე დროს ტყვედ ჩაიგდო ივანე და შალვა ახალციხელები რომლებიც რამდენიმე ქართველ დიდებულთან და 40 კაცს დაახლოებით თან წაიყვანს შემდგომში ჯალალედინი და აი აქ გაიმართება ძალიან საინტერესო დიალოგი მათ შორის რომელიც აუცილებლად უნდა წაგიკითხოთ ესე ამბობს ეპოქის ყოველგვარი არეულობისა და შფოთის ამტეხთა მეთაურები შალვა და ივანე სხვა ქართველ დიდებულებთან ერთად შეიპყრეს ბორკილებში ჩასვეს და სულთანს მიგვარეს შალვა ადის ტომის მამაკაც გავდა ტანის სიდიდითა და წარმოსადეგობით კეთილშობილი ღირსებითა და ძლიერებით სულთნის წინაშე რომ წარდგნენ კითხა რა იქნა შენი მძვინვარება რომ გაიძახოდი სად არის ზულფიკარის პატრონი რომ ჩემი ბასრი ხმლის დარტყმა იხილოსო შალვა მიუგო ეს საქმე სულთნის კეთილმა ბედმა ქმნა ამის შემდეგ ისლამის მიღება შესთავაზეს მან უპასუხა დეჰყანებს ასეთი წესი აქვთ რომ ბოსტნებში ავითვალის წინააღმდეგ სახედრის თავს კიდებენ შალვაც ვირის თავი იქნება ისლამის ბაღის წვანეში და აქ თვითონ ჯუვეინი თავის კომენტარს ურთავს ამ ყველაფერს მაგრამ თვითონ კი ანუ შალვას გულისხმობს უკაცრავად პასუხია ნამდვილი უკანალი იყო ვირისაო ანუ აბსოლუტურად თითქოს ხსნის რაღაცას, მაგრამ მე თვითონ რაღაცას საწინააღმდეგო კიდევ უნდა რომ ქართველები დაამციროს რაღაც და ასეთ რაღაცას ამბობს რომ შალვას ადარებს რომ უკანალი იყო ვირისაო ამ შემთხვევაში, როცა ჯალალედინი პირიქით
აშკარად უფრო პატივისცემით ექცევა მას, ხო, როგორც მამაც მეომარს ამ შემთხვევაში. ამ ვერსიაზე რა სიტყვა? მე ვფიქრობ, რომ დიდწილად გამონაგონი უნდა იყოს ჯერ ერთი რო ხო პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის იმასთან რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ და მეორე რავი რა გითხრა ბანაკი გაილეშა და თავზე წამოვადგა და კი შეიძლება ამ პერიოდის საქართველოს გვაქვს წარმოდგენა რომ ეს აღარ არის ის საქართველო კი არის რომ რაღაცა გარყვნილება თუ ისა მე ეჭვება რომ ეხლა მე-12 საუკუნეში შესაძლოა იმაზე მეტისმა დაეწყოთ მე-13 საუკუნეში ქართველებს ხო რა და ანუ ის ხალხი ვინც იქ არის იგივე შალვა და იგივე ივანე ანუ რა ეხლა ეს ტიპები ცოტა ხნით ადრე არიან მაგრები და ეხლა რუსუდანის მეფობის დროს ესე გამოშტერდნენ თქვათ და ესე გალოთდნენ და ესე გაუბედურდნენ რომ არიციან ბანაკიში მოქცევა არიციან თან თავარი ეს გარნისი არის საქართველოს შემადგენლობაში საკუთარ მოწინააღმდეგე მოულოდნელად თავზე მოვიდა და შენ ესე იგი ბანაკი დაეცი და დაიწყე кейფი ისე რომ არც დაზვერე ანუ გამორიცხულია რა ანუ ეგ ტიპები ვიზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ რაღაცა რამდენიმე წლით ადრე მაგრები არიან და ცოტა ეხლა გალოთ მithumetes თამარის დროს ვიცით მათი სამხედრო გამოსტილება ეს ხალხი არის ვინც ბასიანს იგებს რა კი გავიგე რომ იქ თავარი დავით ოსლანია მაგრამ იქ ტყუილა არ არის ეს ხალხი ჩამოთვლილი მაშინ მარტო დავით ოსლანი იქნებოდა წყაროში თამარის ისტორიკოსთან დავით ოსლანი კი ბატონო და ეს ადამიანები არიან სახელგვარობით ხალხელები და ხაგძელები თავარი გვარები ჩამოთვლილები და ამ ხელა ბრძოლას იგებენ და ეხა იმ ამბებიდან რაღაცა 20 წელიწადში ყველა გალოთდა რაღაცა ბირჟავიკები გახდნენ აღარ იციან რა ქნან და ძინავთ და ისე არა რა ანუ ეს დამაკნინებელია და ეს ლოთობაზეც იქ არის კიდე ერთი ეპიზოდი ხო მთრალი მღვდელი ანუ ქართველი თუ ყავს რა ეგ ეპიზოდის მოხსენიებული ჯუვეინს ესე იგი ყველა ქართველი ლოთი რანაირად კი როცა ქართველს ახსენებს თითქოს არის ხომ რომ ნასვამია ეს ქართველი რა ლოთია ხო და რაღაც ცოტა არაბუნებრივია ჯერ ეხლა რო რაღაცა შეიძლება ერთი ორი ჭიკა დალეული ქონდა ქართულ კაცს მაგრამ ეხლა ეს როგორც აფასებს და ალოთებს ძალიან არ სერიოზული თემა მაკუთხით ხო რა ლოთი ეს უბრალოდ გამოყენებულია ჰიპერბოლიზებულია გასამცირებლად თან მუსლიმისთვის და მუსლიმი მაგით მეტად თვითონ არ სვამს იდეაში რომ ნუ ეხლა თვითონ აღარ ყველა მუსლიმი როგორ სვამდნენ მაგრამ ეხლა რაღაცა ისეთი სახით რაღაცა რაც კარგია ის არის რომ არ სვამ ხო ცუდ ტონად ითვლება რელიგიურად ხო და ცოდვაა რა და ჩვენთვის ეგ ცოდვა არ არის ხა თრალობა ქრისტიანობაში ცოდვა მაგრამ ხა დალევა ხო დალევა არა და ამით უფრო აკნინებს რა ხო იგივე შალვას შემდგომი ბედი ზოგადად ჩვენ როგორც ვიცით შეთ შალვა ხომ აქ ჯუვენიდან ჩასო ივანე და შალვა ორივე არიან ამ შემთხვევაში ივანე ჩვენთან არის რომ იქ კლდიდან იღუპება ლოდი ჩამოვარდება აი ეგ ზოგადად ეს გარნისის ბრძოლაში აი ეგ საინტერესო ეპიზოდია რომ როგორ რელიეფზე ხდება ხო რაღაც მაღლობზედგან ქართველები საერთოდ იდეაში მაღლობი უკეთესი პოზიციაა ყოველთვის ხომე დაბლობზე ხო მაგრამ ხა ჩვენ ვიცით ისტორიაში შემთხვევები როცა მაღლობზე მდგარს და წაუგია მათ შორის აუსტერლიცის ბრძოლა ყველაზე ცნობილია შემთხვევაში მიურ გამოიყენებს იმაზე რა ბრძოლაშიც ვინც ჩამოვიდა მე დაბლა იმა წააგო ხო იქ დარჩენილი იყო შეიძლება მოეგო კიდეც ხო ანუ შალვას შემდგომ ბედი ან ჩვენ ვიცით რომ ჯალედინია სამხრეთ საქართველოს ფეოდალებთან აშკარად იჭერს ურთიერთობას. ანუ ცდილობს ისინი გამოიყენოს სათავისოდ და რაღაც მიწებსაც კი უბოძებს ასე ამ ჯუვეინი რაღაც გაუფართოებს სამფლობელოებს და უნდა რომ ისინი თავის ქვეშევრდომებად ყავდეს. და აი შალვას კი შესთავაზეს ისლამს არ მიიღებს ეს. მაგრამ შეიძლება ითქვას რომ შეიძლება ჯალედინი ამ კუთხით რაღაც მომენტში მისი გულწრფელობა დაეფასებინა კიდევაც უფრო. რომ ანუ მან კი არ შეინიღმა თავი და თქვა რომ აი კი მოდი მივიღებ ისლამს და მოეტყუებინა ამითი. არა გულწრფელად უთხრა რომ არ მივიღებ ისლამს და შეიძლება ეს გულწრფელობა დასაფასებელი ყოფილიყო მისთვის, იმიტომ რომ ენდობა აშკარად შემდგომში სანამ ერთი ეპიზოდი არ მოხდება, რომელზეც ჯუვეინი მოგვითხრობს ისევ, რომ მისგან შალვასგან მოდიოდა ნასვამი მღვდელი, რომელიც შეხვდა ჯალალედინის ერთ-ერთ მსახურს და მან ამ მღვდლისგან გაიგო, რადგან ნასვამი იყო წამოსდა მას, რომ ჯალალედინი რომელი გზითაც აპირებდა საქართველოზე თავდასხმას და შეჭრას, იმ გზაზე ჩასაფრებას უმზადებდნენ ქართველები. და შესაბამისად მე ეს მღვდელი მოკლეს, მაგრამ ეს ამბავი გაიგო ჯალალედინმა და დაიბარა თავისთან შალვა, ქართველი დიდებულები, იმისთვის რომ გამოეცადა ისინი. ანუ მან არ უთხრა მათ რა მოხდა, არაფერი არ ეციან და
კითხავს, რომელი გზით წავიდეთ საქართველოში? ორი ვარიანტი ქონდა. ერთი იყო ერთ-ერთი ხეობის გზით, რომელიც მოდიოდა თბილისისკენ, მარტივად შეიძლებოდა გამოსვლა. ალბათ ეს იყო დაახლოებით მანგლისისა და ის გზა, რომელიცაც თავის დროზე უნდა დავით აღმაშენებელს ამ შემთხვევაში ილღას დახვდა. და მეორე ვარიანტი იყო, რომ უნდა წამოსულიყო ყარსის მართულებიდან. და აი მაშინ უპასუხეს ქართველებმა, რომ არა ყარსისკენ არ წავიდეთ, იმიტომ რომ იქითკენ გამაგრებული ქალაქებია და შეგვაფერხებს ეს. და ჯალალედინი მიხვდა, რომ ქართველებს უნდოდა რომ მეორე გზით იმიტომ წასულიყო, რომ იქ უმზადებდნენ ქართველებს შესაფრებას, რის მერეც კლავს ის შალვა ახალციხელს და მათ შორის ამ დანარჩენ ქართველ დიდებულებსაც უბრძანებს, რომ თავის ჯარისკაცებს რომ ამოწყვიტონ ყველანი. ვიცით რომ შალვა წმინდანად არის შერაცხული, იმიტომ რომ ის ანუ ტრის ბანაკიდან ინფორმაციას აწვდიდა და ბოლომდე ერთგული დარჩა. და ნუ ქრისტიანობა არ უარყო და მთელი ქრისტიანობა და ანუ წამებული იყო, წმინდა წამებული არის ამ შემთხვევაში საქართველოსთვის ის და ხა როგორ იქცევა ჯალალედინი ჯუვენის მიხედვით. მოდის იგივე გზით მართლა, გადაწყვეტს რომ არ წავიდეს სხვა გზით, მაგრამ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ ეს და ქართველებს მოულოდნელად დაესხას თავს. რაც გამოიწვევს იმას რომ დაამარცხებს ამ შეტაკების დროს ეს არ არის მასშტაბური ისეთი როგორც იყო გარნისის ბრძოლა ან როგორც არის შემდგომში ბოლნისის ბრძოლა, მაგრამ აქ იმარჯვებს. საინტერესოა რომ ჯუვენიდან ზოგიერთ ისეთი ეპიზოდი ჩანს ჯალალედინისა და ქართველების დაპირისპირებისა, რომელიც სხვაგან არ იკითხება, ხო? ანუ ჩვენ ვიცით ორი დიდი ბრძოლა ქართველებსა და ხორეზმელებს შორის, ერთი არის ეს გარნისი და მეორე არის ბოლნისის ბრძოლა, რომელიც მას შემდეგ ხდება, მაგრამ აი ეს თბილისის ეპიზოდები არის კიდე, რომელსაც ხო, ამ შემთხვევაში თბილისის ალყა ხდება, აი ამ შემთხვევის ამბის მერე ხდება თბილისის აღება, რომელშიც ამბობს რომ დააქცია ჯალალედინმა ეკლესიები, რომლებიც ძალიან ძვირფასად იყო მორთული და მათნაცოთ ისლამური ტაძრები ააშენა და შემდეგ, მაგრამ ფიქრობ რომ ეს ძალიან ჰიპერბოლიზებულია ესეც, არქეოლოგიად არ დასტურდება, მაგდენი არ დასტურდება და თანაც არც ქონდა მაგდენი ხანი არც გაჩერებულა. არც დრო, დაანგრია ააშენე ის ლეგო ხო არ არის, არა? მამამისის ოცნება ვერ განახორციელა, რომ დედაქალაქად დაეტოვებინა. ხო და კიდე ერთ თბილისზე რადგან მოვედით, ხო? ნუ ქართულ თემაში პირდაპირ გარნისის გარნისის ბრძოლის მერე საინტერესო ეპიზოდი და მოდი ეს განვიხილოთ, ხო? მოლაპარაკება ჯალალედინსა და ქართულ მხარეს შორის. როდესაც ჯალალედინი ჩერდება, გარნისის ბრძოლის შემდეგ ის არ შემოდის ახლა რაღაც სიღრმეებში და ხარაგძელთან მოითხოვს შეხვედრას. და ეს შეხვედრა რომ გაიმართება, არის წინადადება ესეთი ხო, რომ ანუ მე საბრძოლოდ არ მოვსულ ვარ, თქვენ თვითონ დამესხით თავს, რაც იდეაში აი დასაწყისში რო თქვი მელჩობის ამბავზე და ნუ მოკლედ ჩვენ გავერთიანდეთ საერთო მტრის წინააღმდეგ, იგულისხმება ახლა პირდაპირ შინაარს ვიძახ მონღოლები და პირობა არის. პირობა კი არა, ულტიმატუმია რა. ო, გაერთიანების პირობაში არის რომ ჯალალედინმა ცოლად უნდა მოიყვანოს რუსუდანი. თორე შემოვა და ნუ საშინაო ზაგუმართებს. ხო და ხარგძელი უკვე ავაგ ხარგძელია ეს თუ სწორად მახსოვს და არა ივანე. პასუხს არ უბრუნებს რა თქმა უნდა. კიო როგორ ეტყვის ახლა ეს რუსუდანის გათხოვება არ გათხოვებაზე და აცნობებს სამეფო კარს და იქიდან ამას ხეშად თქვა შენი შრასაც მისცემენ რომ აი წინადადება საერთოდ ჩვენამდე როგორ მოიტანე ჩვენამდეო და რა თქმა უნდა უარი არის ეგრევე. მყისიერად უარს ეუბნებიან ჯალალედინს და გასაგებია, ხო, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა ჯალალედინის ქმრად მოყვანა კი არ არის, ეს უკვე მართლა რუსუდანის ცოლად გაყოლა, რომელსაც ბჭყალებში, ზითევში გაყვებოდა მთელი საქართველო. გამოდის რომ ესე იგი გარნისის ბრძოლის წაგების შემდეგ რუსუდანს მივათხოვებთ ჩვენ, მithოვდება ჯალალედინს და ამით მთელი საქართველო როგორც სამეფო ხდება ჯალალედინის სახელმწიფოს ნაწილი. რასაც რა თქმა უნდა, ქართველები ამას არ მიიღებდნენ და არ მიიღებდნენ პლუს ისინი საერთოდ არ თვლიან რომ ეხლა კი გარნისი წავაგეთ, მაგრამ განწირულები ვართ. მაგას არ თვლის ქართული სამეფო კარი, ხო? თუმცა პასუხი ჯალალედინის არის მართლაც თბილისის ალყა და ეხლა თბილისის ალყას რაც შეეხება ქალაქი მზად არის ალყისთვის ეს ჩანს რუსუდანი მიდის ქუთაისში, რუსუდანის ქუთაისში გადასვლები არის ხოლმე სახალისო რა ხალხისთვის, რომ აი ტერი მოდიოდა და თვითონ ქუთაისში გარბოდა. ნუ ეხლა ძალიან მარტივად რო ვთქვა, აბა სადუნა წასულიყო, ხო? ანუ თბილისში მეფის ამ შემთხვევაში ხალი მეფისთან ხელშეუხებლობა არის უმთავრესი პირობა ქვეყნის არსებობის პერიოდში. ამიტომაც ეხლა რუსუდანი რო გადადის ქუთაისში ეს ძალიან ლოგიკური და სწორია. გადადის იქ, სადაც შანსი არ არის რომ ვინ ხელი შეეხოს. ეს არის ძალიან სწორი. ეს არის ძალიან პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომ მეფე თუმეტეს ხალი მეფე, რომელიც იქ არ ვიცი
ფეხებში მოგედება რა რა უნდა ქნას ხო გადადის ქუთაისში და ქალაქს აბარეს ბოცო და მემნა ის რა ქვია ბოცოზე და ის ორიან ხო მემნა არ ქვია მეორეს ხო რა ციხის თავებს რა მოკლედ რო თქვა ქალაქის დამცველებს და ქალაქს იცავს ქართული მხარე ოღონდ აქ არის ღალატი ხშირად არის ხოლმე რომ ჩვენ მაგრა ვიომეთ მაგრამ გვიღალატეს მაგრამ ეს ღალატი საკმაოდ ლოგიკურია რა იმიტომ რომ თბილისი არისო ქართული ქალაქი იმ გაგებით რომ ანუ სულ ქართველები ცხოვრობდნენ ძალიან ბევრი თბილისში არის მუსლიმი შეიძლება უმრავლესობაც კი არის მუსლიმი უმრავლესობა არის იმიტომ რომ თავის ძოზე თუ გახსოვთ დავით აღმაშენებელი როცა აიღებს ცდილობაც აქვს მაგრამ არ წავიდნენ ეს მუსლიმები და გადასახადებს დაუწევს და ისინი რჩებიან გასაგებია იმიტომ რომ ქალაქის მოსახლეობა ძირითადად ზოგადად საქართველოში მოსახლეობა ძირითადად სოფლებში ცხოვრობდა და მამულებში იმიტომ რომ ფეოდალიზმი იყო ხო და ქალაქში ცხოვრობდნენ ხო მუსლიმები ებრაელები ხო ქართველებიც მაგრამ ცოტანი მაგრამ ხო ანუ ბევრი მუსლიმთა რაღაცა გარკვეულმა ჯგუფმა რაღაც შეთანხმება დადო ჯალედთან და კარი გაუყო ანუ ქალაქი რომელიც თავს იცავს და იცავს რა ეფექტურად ჭიშკარს უხსნიან და ეხლა მე უკვე ქალაქს იკავებს ჯალედინი და ციტადელს იკავებენ ეს ქალაქის დამცველები რომლებიც კიდე იბრძვიან მაგრამ მე რუსუდანის ნებართვით და რამდენჯერმე დაადასტურებინეს მეფეს რომ დავნებდეთო და მერე ციხეც ნებდება და ქალაქი ესე იღება. ამიტომაც აქაც საწყის ეტაპზე მე ისე ვამბობ რომ რუსუდანს მეტის გაკეთება არ შეეძლო. ანუ ხო ისე საერთოდ თბილისიც არ იყო ადვილადასაცავი ქალაქი. რამდენჯერაც ვიცით თბილისის ალყა თითქმის ყოველთვის წარმატებით იღებდნენ ხოლმე ხო შემოსული დამპყრობლები. შესაბამისად ახლა ჟალედინი რომელიც ასეთი გამოცდილი მხედართავარი იყო და ამდენი ქალაქი ჰქონდა აღებული და ნახევარი დედამიწა შემოვლილი ამ პერიოდისთვის აისთვის რაღაც განსაკუთრებული სირთულე არ უნდა ყოფილიყო ამ კუთხით თუმცა რა თქმა უნდა გაუმარტივეს რა თქმა უნდა ხო მაგრამ ხა აქ ეს მომენტის გავიხსენოთ ჩვენ როცა ქალაქი ნებდებოდა ხოლმე თავისი ნებით ზოგჯერ მათ ხელს არ ახლებდნენ ხოლმე სამაგიეროდ ხო მაგრამ ჯალედინი ასე არ იქცევა ქალაქში შემოდის იმ მუსლიმებსაც უსწორდება ვინც კარი გაუ იდეაში მუსლიმებს უფრო გაუსწორდეს უნდა იმიტომ რომ ეგენი ცხოვრობენ ქალაქში ხო საერთოდ აი ეს ლეგენდა ჩვენთან რაც გავრცელდა და რაც 10-თა ბევრმა გამოიწვია 100,000-ის სიკვდილი დასჯა უბრალოდ წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ თბილისი მაგ პერიოდის თბილისი რომელიც მონახაზი ჩვენ დაახლოებით გვაქვს რუკაზე ამ ძველი უბნებისა თბილისისა გამოთვლილი არის სადაც მასში ცხოვრობდა 15-დან 20,000 კაცზე როცა იყო რაც იმ დროის კავკასიის მასშტაბებში ძალიან დიდი რიცხვი არის ყველაზე ბევრი ამ შემთხვევაში თუ გარეუბნების და შემდეგ ყველაფრის ჩათვლით შეიძლება 25-30,000-მდე ავიდეს როგორც აი ყველაზე გაბერილი მონაცემი ამ შემთხვევაში ხო და ჩვენ გვაქვს 100,000 ქრისტიანზე აქ საუბარი რაც თავისთავად უბრალოდ მაშინ ამოდის რომ დაახლოებით მთელი ქართლი უნდა შეგროვებულიყო თბილისში და მათი განადგურება უნდა მომხდარიყო ასე მით უმეტეს რომ იქ უამრავი მუსლიმი ცხოვრობს სომეხი ცხოვრობს ებრაელი ცხოვრობს და ასე შემდეგ ანუ უფრო მეტად უცხოური მოსახლეობითაა დასახლებული მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გვაქვს სიმონ დე სან-კვენტინის ცნობა ეს არის პერიოდის იგივე პერიოდის მე-13 საუკუნის მოღვაწე რომელიც მოგზაურობდა აღმოსავლეთში რომელსაც დაწერა ასეთი ცნობა რომ დაახლოებით რამდენიმე 1000 ადამიანს ასახელებს რომელიც შეეწირა თბილისის ალყას მე მინდა ვთქვა რომ აი ამ 100,000 მოწამეზე აქ ეს სიმბოლური არის სმენელმაც რომ თუ მაყურებელმა სცენას არ მიჩვეული მაყურებელმაც რომ ისე არ გაგვიგოს არასწორად ჩვენ რა თქმა უნდა არ გამოვრიცხავთ რომ ჯალედინს რელიგიური ნიშნით იქ ვიღაცები მოეკლა და ეს არაკნინებს იმ ადამიანების რწმენის ძლიერებას თუ სიმამაცეს და მათ წმინდანობას აქ ჩვენ უბრალოდ საუბრობთ რიცხვზე და მასშტაბზე თორე ხა მაგ მოტივით სულ 10 კაცი გაწირავს თავს უკვე მაგარი რაღაცა გაგებით ხო რომ თავგანწირვის გაგებით და თავდადების გაგებით. არა ეს არა მარტო ამ შემთხვევაში ეს რიცხვი არ გარკვეულწილად ქრისტიანობაშიც და ყველა რელიგიებში რიცხვები ატარებს სიმბოლურ საკრალურ დანიშნულებას ისევე როგორც ეს არის და ეს უფრო ამ შემთხვევაში არის სიმბოლური აქტი რაღაც საკრალური რიცხვი და ჩვენ შემთხვევაში ზოგჯერ ამას აღნიშნავენ კიდეც რომ შეიძლება გადამწერისეული ისიც ხარვეზი იყოს რის გამოც 100-ის ან 1000-ის ნაცვლად გამოვიდა საბოლოო ჯამში რომ კიდე 100-ჯერ რამდენჯერაც გადაიწერა 1-0 ხო შესაბამისად კი, მაშინთან წარმოვიდგინოთ როგორც წერდა 10-თა ბევრი წერია, ხო და ეს გამოვიდა, რომ ეს არის 100,000 მოკლედ და ეხა ეს თავი დავანებოთ ეხლა ჩვენ ნუ მოკლედ თბილისი დაეცა და ეხლა ხდება ძალიან საინტერესო ამბავი რა, ქუთაისში ხდება ძალიან საინტერესო ამბავი, ეს არის ის, რომ რუსუდანი გადაწყვეტს
ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოზე კონტროლი დაკარგულია რა გაგებით, რომ მეფე ვეღარ აკონტროლებს, აქ მიდის რაღაცა შეტაკებები სავარაუდოდ, ბრძოლები, იმიტომ რომ აღმოსავლეთ ქართველი ფეოდალები ისევ აღმოსავლეთში არიან, თავის ციხესიმაგრეებში არიან, ანუ ამ ციხესიმაგრეებს ჯალალედინი ვერ იღებს. ხო, ასე ერთი ხელის მოსვით ხალხი ქვეყანას ეგრევე ვერ დაიწყოს. ანუ კი რაღაცებს აუხრებს, ხალხი დაიხოცა. კი ბატონო, პრობლემებია და გასაგებია რომ პრობლემებია, მაგრამ პოლიტიკური კონტროლი ახლა ხვარაზმშახს აღმოსავლეთ საქართველოს არ აქვს, მაგრამ ნუ ხა თუ ეს ტიპები დათმობდნენ ციხესიმაგრეებს იქნებოდა, მაგრამ არ აქვს. მაგრამ არც მეფეს აქვს პოლიტიკური კონტროლი ახლა აღმოსავლეთზე. ხო რაღაცა დაშლილია, ცალცალკე არიან ეს ფეოდალები და იცავენ მაქსიმალურად რისი დაცვაც შეუძლიათ და რა თქმა უნდა ვერ იღებს ჯალალედინი ამ ქალაქებს, მაგრამ აქ საინტერესო რა ხდება დასავლეთ საქართველოში. ნუ დასავლეთ საქართველო ამ საფრთხიდან დაცულია, რა თქმა უნდა, თუმცა რუსუდანი მოინდომებს, რომ გაამეფოს საკუთარი ვაჟი. ანუ თანამოსაყდრედ აიყვანოს ძალიან მცირეწლოვანი. ძალიან 5 წლის დავითი. და აქ მივდივართ ჩვენ ორ საკითხზე. პირველი, რომ ის არღვევს თუ ლაშა გიორგიმ ესე იგი ანდერძი დატოვა, ესე იგი ის ამ ანდერძს არღვევს. და ამ ანდერძის შესახებ ჟამთა აღწერელი გვაქვს. ჩვენ და არაუცხოური წყარო ან რაღაცა სხვა დაინტერესებული წყარო. ჟამთა აღწერელის თან არის ეს ანდერძი და ჟამთა აღწერელსავე არის ის, რომ ეს უბედურება ხო იყო ქვეყანაზე დამტყდარი თავსუდა. კიდე ბევრი რაღაცა მსგავს უბედურებად მიიჩნევს იმ ანდერძის იმას რა ქვია, დარღვევას, რომელთაც ლაშა გიორგის შვილი დავითი გვერდზე ჩააჩოჩა და 5 წლის საკუთარი ვაჟი აკურთხა მეფედ და დასავლეთ ქართველმა ფეოდალებმა და იქაურმა კათალიკოსმა ეს აკურთხეს, დალოცვა მიიღეს. აღმოსავლეთ ქართველი ფეოდალები, როგორც უკვე თქვი, აქეთ არიან და იქით ვერ გადადიან, მაგრამ როგორც ჟამთა აღწერელი წერს, ისინი რუსუდანის მორჩილებაში არიან, ანუ იქ ისინი მაინც თვლიან, რომ რუსუდანია მათი მეფე და ეთანხმებიან რუსუდანის ამ გადაწყვეტილებას, რომ თქვა ჟამთა აღწერელის მიხედვით, რა თქმა უნდა და ლაპარაკობ მე, მაგრამ აქ დავსვათ ესეთი შეკითხვა, რუსუდანი რატომ ჩქარობს? ანუ 5 წლის დავითი, აი ამ დროს, ამ მომენტში 5 წლის დავითის თანამოსაყდრედ აყვანა, რატომ გადაწყვიტა? ხო? იმიტომ რომ თანამოსაყდრეობას ქონდა გარკვეული პრაქტიკული დანიშნულება. ეს სწავლობდა მომზადება ადამიანის დამოკიდება ძალაუფლების. რა თქმა უნდა ეს ფეოდალიზმია და ურთიერთობები უნდა დავამყაროთ მე ფეოდალებთან და ეს უნდა გავაკეთო მე როგორც სანამ ჯერ კიდევ მამა თუ დედამ შემთხვევაში. 5 წლის ბავშვმა ეხა რომელ ფეოდალთან რა ეხა ცოტნე დადიანთან რა ურთიერთობა უნდა დაემყარებინა იმას რა ქვია და 5 წლის ბავშვს ხო შეიძლება ისერზე შემოესვა, მაგრამ ხუმრობით შეიძლება იყო კიდეც ხო რა ვიცი ცოტნეა დადიანი აქვე დასახე ისე ძალიან ისე თავ პირველი გამოჩენაც ისეთი აქვს რა, კაცი კეთილგონიერი და მთელი ამბები. ხო და რატო ჩქარობს? ხო? დავუსვათ შეკითხვა და მე აი სულ ამაზე მეფიქრება ხოლმე, რომ რუსუდანს გაუჩნდა შიშები. შიშები იმის, რომ ამ დროს დავითი, ლაშა გიორგიძე დავითი, სადღაც 15 წლის არის. უკვე შედის იმას აქში, რომ შეიძლება ეს ბიჭი გამოვიყენოთ, თავზე გვირგვინი დავადგათ. ეს შეიძლება ფეოდალები ამას არ ფიქრობენ ჯერ, მაგრამ რუსუდანის გონებაში შეიძლება ეს იხარშება, იმიტომ რომ ჩვენ მე ვნახავთ, რომ რუსუდანი არ არის ესეთი მარტივი პერსონა, საკმაოდ მზაკვარია და საკმაოდ ისეთია ინტრიგანია, ხო და ინტრიგანი როცა არის ადამიანი, ზოგჯერ რეალურ ინტრიგას არ არის ხოლმე, მაგრამ შეიძლება მის გონებაში, ვიცი, ეჭვიანი ადამიანი როგორ არის, ხო და შეიძლება რუსუდანის გონებაში ზოგი პარანოიაში გადადის ხოლმე. მაგის თქმა მინდა, რა მართლა პარანოია არ უწოდებენ. შეიძლება რუსუდანის გონებაში გაჩნდა ეჭვი, რომ ბიჭო, ნახე რა ხდება, ბრძოლა წავაგე. ქალაქი, დედაქალაქი დავკარგე, დასავლეთში აგერო. ხომ არ გაჩნდება ნელ-ნელა აზრი, რომ ეს ყველაფერი ვის ბრალდება? მეფეს, ხო? ცალსახად, მეფის ბრალია. ჩვენ კი ვამბობთ, რომ რა მეფის ბრალიაო, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც მეფის პრობლემაა, როდესაც ეს მარცხები შენს პრესტიჟზე. ჩვენ გიორგი მეორეზე როცა ვისაუბრეთ, მაშინ აი იმასეც ეს მომენტი იყო. საბოლოოდ როგორ დამთავრდა, გადადგა და თავი შვილი ეყონა ტახტზე. და ამიტომ რაღაცა შეიძლება გაჩნდა ესეთი ეჭვები მის გონებაში და მოვლენებსაც დაასწრო რა, აი გავამეფებ ჩემს შვილს და ამით უზრუნველყოფ
აქვე სანამ რამე უთქვამთ ჩემთვის სანამ თვითონ ფეოდალებს წამოუწევიათ დავით ლაშა-გიორგიძე მე დავასწრებ ის ანდერძი წამოიწევდა აუცილებლად მე ვფიქრობ რომ ანდერძი თუ არსებობდა ასეთი ანდერძი აუცილებლად წამოიწევდა და ეს კიდე ფიქრებინებს რომ არსებობდა იმიტომ რომ ასე ჩქარობს რუსუდანი ანუ ანდერძი დადებულია და ხალხი დათანხმებულია ამაზე და ჯერ კიდევ ესე შეიძლება ხელმოწერილად და ცალსახად არ არის აღიარებული რომ დავით ლაშა-გიორგიძეს გვირგვინი ვერასოდეს ვერ ეკნება თან იმ დიდებულთა უმრავლესობა ვინც მაშინ იყო ხა ცოცხლები არიან და ეგენი არიან წამყვანი ფიგურები მაგ ხალხის დადებულია ეს ფიცი ამიტომაც შეიძლებოდა ამ გაჭირვებულ მდგომარეობაში წამოეწია ანდერს და დაასწრო და გაამყარა საკუთარი მემკვიდრეობა და რა ბედი ეწია დავით ლაშა-გიორგიძეს ახლა ჟამთაღწეველთან მოვლენები არის არეული ანუ აცდენილია დროში იმიტომ რომ აქ არის ესე რომ ქალიშვილი თამარი გაათხოვა რუმის სულთანზე და ეს ანუ 1230 წელს ხდება დავით მომავალში დავით ნარინის ანუ დავით რუსუდანის ძეს მეფედ კურთხევა და აქ არის რომ ანუ ამავე წელს თამარი რომელიც გაათხოვა იქ რუმის სასულთნოში იმას გააყოლა ეს ძმისშვილი მაგრამ ჩვენ ვიცით რომ თამარი იქ გათხოვდა 1236 წელს შესაბამისად 1230 წლისთვის დავითი ლაშა-გიორგიძე სავარაუდოდ ისევ საქართველოშია და მისი აკყოფნის დროს ამეფებს საკუთარ ვაჟს რუსუდანი და შემდეგ მიუხედავად ამისა მერე ისე მიდის რუსუდანის ქვეყნის ბედი რომ მაინც გრძნობს როგორც ჩანს ეს ქალი საფრთხეს და აი უკვე როცა მიეცა შესაძლებლობა რომ ეს თავიდან მოეშორებინა რომ პირდაპირ ვერ მოკლავდა ხო ეს ესე არ არის რა მე ფევარ და ვისაც მინდა არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნება მოკლავ ეხა ძმისშვილის მკვლელობა ჯერ ისიც შეიძლება უკვე გარკვეულწილად ვიღაცებს ესე თქვა რომ არაპოპულარული იყო ანდერძი მაგრამ ოკეი იმიტომ რომ მაინც ლაშა-გიორგის შვილი ის არის რა ვიცით ვისი შვილიც არის ხო და მაინც ეხა დიდად ეს ლაშა-გიორგის რო ცოლისგან ყოლოდა შვილი დავითი ეს ამბავი მაგას ვერ გაიტანდა რუსუდანი მაგრამ ეხა მაინც უკანონო შვილა, მაინც გლეხი ყავს თუ აზნაური დედა და ოკეი. მაგრამ დროთა განმავლობაში ესე იგი ეხლა ამას მაინც ვერ მოკლავ. იმიტომ რომ ეხლა ვინ ხარ მე შენ ანუ ჩვენ ხო პირად ურთიერთობებში ვართ შენთან შემოსული ფიცი მაგ დადებული რაღაცა ხო ურთიერთობთ და შენ აქ დგები და ძმისშვილს კლავ იმიტომ რომ შენი გაიმყარო ხო თან იცი არის ის ანდერძი არ იქნებოდა მარტო რუსუდანის მიმართ ხო ის ფეოდალებს მოუწოდებს რომ აი ესე უნდა განხორციელდეს ამიტომაც როგორც კი შესაძლებლობა გაუჩნდა თავიდან მოიშორა ეს თვითონ არ მოეკლა გაგზავნა სხვაგან მოსახლეობას კლავს უბრალოდ ის მისი ეს თამარი მისი ქალიშვილი ამას არ დაუშვებს რა იქ პირდაპირ წერია რომ იქ ხალხი ჩადის წერილები ზიგზავნება მაგრამ ნუ დავით ყოველ შემთხვევაში გადარჩება მაგრამ თავარი ის არის რომ ნუ თავიდან მოიშორა და თუმცა ეს ქორწინება ძალიან საინტერესო ანუ ქართულ წყაროში არანაირი პოლიტიკური ბექგრაუნდი არა აქვს ამ ქორწინებას არაფერი უბრალოდ თამარი იყო ლამაზი გაგიჟდა ეს სულთანი თხოვაცა და ამა გაატანა მაგრამ რეალურად სერიოზული პოლიტიკური სარჩული აქვს ამას. ოღონდ უკვე ეს ყველაფერი ხდება მოგვიანებით, ამიტომ ჯალალედინი მოვიშოროთ თავიდან, ხო? და კი. ჯალალედინის მიხედვით. იმიტომ რომ ჩვენ ბოლნისის ბრძოლაზე ვსაუბრობთ, ძალიან საინტერესო ეპიზოდი არის, რომელზეც ჯუეინი მოგვითხრობს ყველაზე ვრცლად ამ შემთხვევაში და თანაც გარკვეულწილად მითოლოგიზებულად არის ეს ამბავი წარმოდგენილი მასთან, ხო? ის ამბობს, რომ ნუ ამოვიდა ჯალალედინი ისევ საქართველოზე, ეს უკვე მეორე ისა მისი შემოსვლა. რა დროსაც ქართველები უფრო მომზადებულები ხდებიან იგივე ჯუეინის აზრით, ხო? ნახე ესეთ რაღაცას ამბობს ის. რომ გაერთიანდნენ, რომ შეთანხმდნენ, რომ მის წინააღმდეგო სხვადასხვა ხალხები და ჩამოთვლეს ვის? ქართველთა, ალანთა, სომეხთა, სარირების, ლეკების, ყივჩახთა, სვანების, აფხაზთა, ჭანების, სირიელების და ურუმთა ლაშქარი გაერთიანდა. კოალიცია გეუნდა. ჯალალედინის წინააღმდეგ და თან საინტერესო არის, რომ ამ კოალიციაში ცალ-ცალკე ყავს დასახელებული მას აფხაზები, სვანები, ჭანები მათ შორის. რაც ჩვენ იმაში არის იმიერ საქართველო რა ჩაშლილი აქვს მაგას. კი, ანუ გაცილებით უფრო ფართო კოალიციას ახვედრებს ესე ვთქვათ საქართველო ასე გამოუდის ამ ბრძოლაში. აქაც ვთქვათ რუსუდანის ამბავი ისევ და ისევ რომ ანუ ეს არ არის რომ მე არც არ ვაკეთებ რა. ემზადება საქართველო. ემზადება ეს მაინც მეფეს მიეწერება ეხლა ტექნიკურ დონეზე ამას შეიძლება სხვა აკეთებს მაგრამ ნუ რუსუდანი ჯარს იმიტომ რომ ჯალალედინს მოუწია წასვლა იქ რაღაცა
მონღოლებთან ბრძოლას არის კი ისპაჰანის მიმართულებაზე ის მონღოლებისკენ სადაც მარცხდება მის წერს რომ მისი ძმა ღალატობსო და შემდგომში მარცხდება და უკან დახევა უხდება იქიდან მე ამ გაცილებით შესუსტებული ძალებით რომელიც იმ ბრძოლაში ბევრი დაეხოცა ბევრი გზადაგზა დაკარგა და იმით მოდის და ჩვენ როდესაც ვახვედრებთ რუსუდანი როდესაც ახვედრებს ჯარს და ბოლნისთან იმართება ბრძოლა აქ არის საინტერესო ყივჩაღების ამბავი, ხო? ყივჩაღები, რომლებიც ჩვენს ჯარში არიან, ბრძოლისგან თავს იკავებენ. ხო, და რატო ხდება ეს? ამას მოგვითხრობს ჯუვეინი ყველაზე კარგად, ხო? რომანო სულთანი როცა ერთ გორაკზე ავიდაო, გადახედა მტრის ლაშქარს. ეს ამბობს, რომ მარჯვნივ ყივჩაღთა დროშები და ალმები დაინახაო და 20,000 რჩეული კაციო. ანუ ამ ლაშქარზე საუბრობს. სულთანმა უხმო ერთ-ერთ თავის ხლებელს, ერთი პური და ცოტაოდენი მარილი მის, ანუ პურმარილი და ყივჩაღებთან გაგზავნა. მან მოაგონა ის ამბავი, რომ მამამისის მეფობაში, ანუ მუჰამედი იგულისხმება, ხორეზმშაჰი, იმ დროს, როცა ისინი დამონებული და დამცირებულები იყვნენ, სულთანმა თავისი ეშმაკური მახვილსიტყვაობით დაიხსნა ისინი ამისგან და მამასთან უშუამდგომლად თან დასძინა, ნუ თუ ახლა ამ ამბის სამაგეროდ მახვილსის იშვილებს ჩემ წინააღმდეგო და ყივჩაღები, როგორც ჯუვეინი უწევს, განდგნენ ამ ბრძოლიდან. განა ქართველებს წინააღმდეგ წამოვიდნენ? არა, არიომეს უბრალოდ რა. რაც რა თქმა უნდა ძალიან სერიოზული დარტყმა იყო და ეხლა როცა ამბობენ ხომ რომ ჯალალედინს არ ქონდა დიპლომატიური უნარები ან როგორც ჩანს საკმაოდ ნიჭიერი კაცია არის ამ თვალსაზრისით უბრალოდ ძალიან რთულ ვითარებაშიც არის მოხვედრილი ეს და მოკლევადიან ამბებს შეიძლება აგვარებს მაგრამ რაღაც გრძელვადიან მასშტაბურ პოლიტიკაში მასშტაბურ სტრატეგიაში მოიკოჭლა იმიტომ რომ აი რაც არ უნდა ექნა ის გააკეთა რა მოიმდურა ორი ყველაზე ძლიერი მუსლიმური სახელმწიფო ხო რუმის სასულთნო და აიუბიანები ეს ამ ორი სახელმწიფოს მომდურება ანუ არ შეიძლებოდა მაგრამ თავისი ასე ვთქვათ მართვა გადმოსვლის დასაწყისში მათგან გარკვეული ტიპის ნეიტრალიტეტი და თანადგომა მოიპოვა. მაგრამ ხორეზმი რო არ დაცემულიყო მონღოლებთან ომში და ჯალალედინი რო ავიდოდა ამ ხორეზმის ტახტზე წარმოვიდგინოთ რა დიდი ხიფათი იქნებოდა ის მთელი იმ პერიოდის მეზობელი სახელმწიფოებისათვის. ძალიან დიდი, მაგრამ თან ხო და რას ვამბობ რომ საბოლოო ჯამში თბილისი მეორეჯერ შემოვიდა თბილისში ჯალალედინი, მაგრამ ამის მერე ისე უნდა განმეორდე რომ ქართული ციხესიმაგრეების დაკავება მით უმეტეს დასავლეთ საქართველოში გადასვლაზე საუბარი ზედმეტია მსგავსი რამ არ ხდება მაგრამ საბოლოო ჯამში მისი აი ეს მუდმივი ბრძოლები და მუდმივი შეწუხება სამხრეთ კავკასიაში არსებული პოლიტიკურ პატარა რა ანუ რომელიღაც უფრო ის მოსაზღვრე ან ვასალური სახელმწიფოების შევიწროება მიდის იქამდე რომ უკვე ეჯახება რუმის სასულთნოს და აიუბიანთა ინტერესებს და საბოლოო ჯამში ეს ორი ძალა ერთიანდება ჯალალედინის წინააღმდეგ რომელთან ბრძოლაშიც ის საბოლოოდ მარცხდება კიდეც ხო ისე აი ბოლნისის ბრძოლის აღწერა ძალიან ცნაურ თავაზობს ჯუვეინი ხო ამას მოგვითხრობს რომ თითქოს პირველ დღეს ბრძოლისა გაიმართა ორ მხარეს შორის დუელები რომელშიც ერთ მხარედან გამოვიდა ჯალალედინი თვითონ სულთანი და ქართველები რიგრიგობით გამოდიოდნენ და ყველას კლავდა ჯალალედინი ერთი დარტყმით თანაც ხო და ძალიან ესეთი ჰიპერბოლიზებულია თქმა უნდა ეს ამბავი როგორ დასცა ჯერ ერთი მეორე თან გამოყენებული აქვს ამ ტექსტში სხვადასხვა იმიდან პოეზია გამოყენებული მათ შორის გამოყენებული აქვს შაჰნამე და ზოგადად ირანული პოეზია რო წარმოაჩინოს აი რამდენად დიდი მეომარია ჯალალედინი და რამდენად მას ალაჰის წყალობს იმიტომ რომ ის ზედი ძლევს ერთმანეთზე უკეთეს ქართველ ვაჟკაცებს განსაკუთრებით აი ეს ინტერესო ეპიზოდია რომ ერთი ქართველი რაინდი გამოვიდა და რომელიც დაამარცხა ჯალალედინმა და მას სამი შვილი ყავდა და რიგრიგობით გამოდიოდნენ ეს სამი შვილები და თითო დარტყმით მოკლას უყველა ჯალალედინმა მასთან ერთად ხო ეს არის ჯუვეინისეული ჯუვეინი ძალიან დიდი გულშემფანია ძალიან იცი როგორ არის აი რაღაცნაირად ეს ხო მონღოლების კარზე მოღვაწეობს ჯუვეინი მაგრამ ასე დადებითად წერს ჯალალედინის შესახებ მე მახსენდება მაგალითად ტიტუს ლივიუსი და ჰანიბალი აი ტიტუს ლივიუსი მიუხედავად იმისა რომ კართაგენელების მართ ძალიან უარყოფითად არის განწყობილი და ყოველთვის რომაელების უპირატესობას აღნიშნავს ხოლმე ამ კუთხით ხო ჰანიბალზე როცა საუბრობს და მის ლაშქარზე ყოველთვის ამბობს რომ რა მაგარია ჰანიბალი რა დიდი მხედართავარია და აი ეს რო დაამარცხეს რომაელებმა აი ეს წარმოდით რა მაგარი მხედართავარი იყო რომ ამას ძლიეს ასე ვთქვათ და შესაძლებელია რომ გარკვეულწილად ჯალალედინის ასეთი ჰიპერბოლიზება
იზრდება იგივე მონღოლებისთვისაც მისაღები ყოფილიყო ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ის დავამარცხეთ. ხო, ის იყო მათი ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე აღმოსავლეთში, ესე გამოვიდა, იმიტომ რომ ვინ გაუწია მასა დიდი წინააღმდეგობა ჩინგისხანს ამ შემთხვევაში, ვერც ერთმა სხვა ძალამ. ერთ-ერთი უკვე შემდგომში ჰულაგუს მმართველობის პერიოდში იქ ეგვიპტის მამლუქებმა, ანჯალუთისა და ჰომსის ბრძოლებში მოუგეს, მაგრამ მეგულისხმობ, რომ პირველ ეტაპზე, როცა მონღოლები იმპერიას ქმნიან, ისინი დაუმარცხებლები არიან. ერთ-ერთი, ვინც ამაში აფერხებს მონღოლებს, ისევ და ისევ არის ჯალალედინი, რომელიც თვითონ ჩინგისხანის სიკვდილმაც შეაფერხა 27 წელს, მაგრამ ხო, მე ძალაუფლების ბრძოლა იწყებოდა ზოგადად, ახალი ყურულთა ინიშნებოდა, რომელზეც ყაენი უნდა ერჩია. საბოლოო ჯამში ჯალალედინი ჯერ მარცხდება რუმის სასახლეს და ეგვიპტესთან და მერე საბოლოოდ მარცხდება მონღოლებთან და მისი სიკვდილი აი ძალიან ისეთია არ შეესფერება თითქოს აი ამ ეპოპეას რაც მას შექმნა ხო რაღაცა მარტო დარჩენილი რაღაც გაძარცვის დროს აი ეს რაღაცა ხო ეძინა როგორც ცნობილია და ეს ძალიან მისი უნაგირი მოეწონაო მწყემსო რომელიც ძალიან ძვირფასი იყო და ამის გამო ჩუმად მძინარე ჯალედინი არის კიდე მეორე ვერსია არის რომელიღაცა ქალაქის დრო აღების შემდეგ მოკლული ტიპის ძმა მიცნოია ესე დამარცხებული და იმან შური იძლია ხო ისე აქ ერთი ეპიზოდიც უნდა გავასვენოთ რომელიც ასევე საქართველოს უკავშირდება ჯალედინმა აიღო ხლათი ხლათის აიუბიანების სახელმწიფო იყო, რომელიც მალიკ აშრაფი, რომელიც მართავს, ხო? და ამ მალიკ აშრაფს სოლად ყავს, გავიხსენოთ ივანე ათაბაგის ასული თამთა და ჯალალედინი სოდაშორის სადაც შევიდოდა ხოლმე და აიღებდა ასეთ სახელმწიფოს, მერე იქაური მართველის ცოლთან ჰქონდა ურთიერთობა. მათ შორის ასეთი ურთიერთობა ჰქონდა, რომ ღამე გაატარაო ამასთანაც, ამ მალიკ აშრაფის ცოლთან, თამთასთან. თუმცა ამ მომენტ ერთი წყავში ქორწინა მასზე, მაგრამ რო წავიდა დატოვა და ეს ქორწინება არ იყო კანონიერი. ასე აღნიშნავენ. შემდგომში ყოველ შემთხვევაში ამ თამთას ძალიან საინტერესო ბედი აქვს რა. ზოგადად მასზე შეიძლება ცალკე პოდკასტიც კი გაკეთდეს, იმიტომ რომ არსებობს ესეთი წიგნი, ენტონი ესტმონდი არის ცნობილი ბრიტანელი ქართველოლოგი, რომელსაც აწერს თამთას სამყარო ქვია, თამთას world, რომელშიც მას ახსნილი აქვს მთელი იმ პერიოდის სამყარო, ახლო აღმოსავლეთი, ან მონღოლთა იმპერია და ისლამური სამყარო, თამთას მოგზაურობის ფონზე, რომელიც წავიდა ყარაყორუმში იმისთვის, რომ ყაენს მისთვის ძალაუფლება მიენიჭებინა ქალაქ ხლათზე. იმიტომ რომ ის ფაქტობრივად ხლათის მმართველად დანიშნეს შემდგომში მონღოლებმა, თუმცა როცა ის ბრუნდება უკან, იძულებული არის რომ თავისი მეუღლის ძმას დაუკავშირდეს და გაყვეს სოლად, შესთავაზოს ყოველ შემთხვევაში ეს სოლობა, მაგრამ ამის შემდეგ ისტორიულ წყაროებში ის აღარ ჩანს. თუ რა ბედიეცია ამის შემდეგ, ჩვენთვის უცნობია. მაგრამ ძალიან საინტერესო ფიგურა არის ზოგადად ამ კუთხით, როგორც ეს ქართველი ქალი შუა საუკუნეების აი ამ რეალობაში და როგორც ხლათის მმართველი. თამთა რო ქვია რაღაცნაირი ახლობლო. ხლათის მმართველი თანაც რომლის აღებაზეც ქართველები ოცნებობდნენ მრავალი წლის მანძილზე, ხო? იმიტომ რომ ჯერ კიდევ თამარის პერიოდში არის ცდელობა ხო ხლათის აღებისა, ივანე ჩააგდებს ზუსტად თამთას მამა ამას ალყას. შემდგომში ლაშა გიორგის კი ცდილობს იქით მმართველობაზე ლაშქრობას და ყოველთვის რატომაც არა, ეს იყო სამხრეთის კარიბჭეს ხსნიდა ხლათი და ძალიან მნიშვნელოვანი ქალაქი იყო და მის აღებაზე ოცნებობდნენ. ისევე როგორც ჯალალედინი, რომელსაც მართლა მოახერხა ქალაქს. რამდენჯერმე სცადა. კი და ბოლოს აიღო თითქმის ერთწლიანი ალყის შემდეგ აიღო ჯალალედინმა ეს ქალაქი და ძალიან სასტიკად დაარბია როგორც ცნობილია რამდენიმე არბევდა და მე უბძანაო თავიჯარს რომ უკვე შეეწყალებინაო დანარჩენები ვინც გადარჩნენ ასე ვთქვათ ქალაქში. მოკლედ ჯალალედინის ისტორია მთავრდება იმით რომ ის დამარცხდა საბოლოო ჯამში მონღოლებთან ომში, დაიღუპა ძალიან ისეთი შეუსაბამო სულთნისათვის და ნუ ეს მოწინააღმდეგე ქართველებმა რაღაცნაირად თითქოს მისგან საფრთხე აღარ ემუქრებათ, მაგრამ პატარა შეფასება შეჯამება გავუკეთოთ რუსუდანის მხრიდან, ხო? ჯალალედინის ლაშქრობებს, კი ბატონო, თითქმის ყოველთვის დავმარცხდით, მაგრამ რუსუდანი იქცევა ისე, როგორც ნუ მეფე უნდა მოიქცეს. ჯარის შეკრებას ბრძანებს, თუმცა ეს ჯარი მარცხდება და გარნისთან რა რუსუდანის ბრალია იქ რაც მოხდა. რუსუდანი ერთადერთი ბრალი შეიძლება ისე რომ თუ მართლა ივანემ გააკეთა როგორ გაბედა, თბილისის დაცვა ბრძანა, მაგრამ ნუ მოხდა ის რაც მოხდა. ბოლნისშიც ჯარი შეკრიბა და დაახვედრა, მაგრამ იქაც უკვე თქვით რაც მოხდა, ამიტომაც ჯალალედინის პერიოდში რუსუდანის ქმედებები რომ რამე არ გააკეთა, არ შეიძლება ასე ვთქვათ. როგორ გააკეთა ეს საქმე მეორე საქმეა, მაგრამ რამე რომ არ გააკეთა და დაავიწყდა ხარდუზე გამოწოლილი, ეგრე არ არის, ხო? მაგრამ აქ არის მე უკვე ჯალალედინი აღარ არის, მაგრამ არიან მონღოლები. ვაის გავეყარე, უიშე ვეყარეს პრინციპით უკვე იმ მონღოლებმა როგორც იქნა აირჩიეს ის ახალი ყაენი, დამთავრდა იქ რაღაცა. გედეი აირჩიეს. ძალაუფლებისთვის ბრძოლა და განახლდა ეს
დაპყრობითი ომები და მოვიდნენ კიდეც ჩვენამდე. უკვე 30-იან წლების დასაწყისში, ანუ მალევე 21-22 წლიდან ჩვენ საზღვრებთან უკვე ჩნდებიან მონღოლები, რომლებიც ამ ტერიტორიებს არბევენ და უკვე ისტორიოგრაფიაში მიჩნევლენ, რომ 1295 წლიდან იწყება, რასაც ქვია ქართული ტერიტორიების დაპყრობა. ამ ქართულ ტერიტორიებში დღევანდელი ქართული ტერიტორიები არ იგულისხმება, ხო, რაღაც სომხური, სხვა უფრო სამხრეთით არის ჩაწეული მაშინდელი საქართველოს. ისე აი აქ ისიც დამავიწყდა, რომ მე აღმენიშნავს გარნისებს საუბრობდით, რომ თუ ვინმე ქართული დიდებულებიდან ზარალდებოდა გარნისის ბრძოლის წაგებით, ეს იყო ივანე ათაბაგი. თვითონ ივანე, ხო. იმიტომ რომ მის ტერიტორიებზე ხდებოდა ეს ყველაფერი, ანუ სამხრეთ საქართველოს, რომელსაც ისინი აკონტროლებდნენ, ხარგრძელები და ამის შემდეგ ჯალალედინმა გაძარცვა და დაანგრია მთელი ის. აიგეც აჩენს ეჭვებს შესაბამისად რამდენად უნდოდა ამას, რომ გარნისში წაეგოთ ქართველებს. აი მარტივად თქვას მოხუცმა ივანემ სწორად ვერ შეაფასა და უბრალოდ არ ვიცი, მოკლედ. ხო და აქ არის ერთ საინტერესო ეპიზოდი, რომელიც მინდა რომ ვთქვა, წინ ცოტა ხნის წინ მახსენე ის ქორწინება თამარის, ხო და ეს დაკავშირებული არის უკვე მონღოლების გამოჩენასთან და იბნ ბიბი არის ესეთი, ხო, ვახსენე უკვე მე მგონი, მისი ცნობით ძალიან საინტერესო რაღაცა ხდება, რომ ესე იგი რუსუდანის წაქეზებით ჩორმაღან ნოინი, ანუ ეს იყო ერთ-ერთი ნოინი, ანუ დიდებული მონღოლი, რომელიც ამ დროს აქეთ არის უკვე წამოსული და რეიდებს აწყობს, ლაშქრობს, როგორც ისე დაარქვი. ამ რუსუდანის წაქეზებით რუმის სასულთნოში შეიჭრება ეს კაცი და იქ რაღაცა მოსახლეობას დაარბევს რა, რეიდს მოაწყობს. და ჩორმაღან ნოინი, ხო? ხო. ეს ამბავი ხდება 1232 წელს ზაფხულის მიწურულს სავარაუდოდ, იმიტომ რომ იქიდან მერე მუღანში დაბრუნდა ეს კაცი და იქ მუღანი იყო გამოსაზამთრებელი ბაზა. ანუ რუსუდანი, როდესაც მის საზღვრებთან უკვე ახლოში არიან მონღოლები და საფრთხეს ხედავს მათგან ის მიმართავს მონღოლთა ნაწილს რუმის სასულთნოს წინააღმდეგ. ეხლა ამის პასუხი რა არის? ეხლა რუმის სულთანმა როდესაც როგორც კი ეს შეიტყო, მან გამოაგზავნა ჯარი მონღოლების წინააღმდეგ, მაგრამ ადგილზე რომ მივიდნენ მონღოლები იქ აღარ დახვდნენ და იქ გაიგო სარდალმა, რომ თურმე ამ ამბავში რუსუდანის ხელი ურევია. ეს სულთანი იყო ქაიხოსრო მეორე, ხო? ხო. იმის მომავალი რუსუდანის მომავალი ძახალი ქვია? სიძეა რა პრინციპში. არა, სიძე ამის შვილია. ხო. და ესენი რაღაც ძახლები გამოდიან, არ ვიცი რა ქვია მოკლედ. ხო, ნუ რაც არის. ხო და ბრძანება, ნუ ამ და დასაჯა ასე ვთქვათ. ანუ იმიერტაოს ტერიტორიებს შემოესვენენ რუმელები, ასე ვთქვათ, და რაღაცა ტერიტორიები დაიკავეს და ნუ ბრძოლა მიდის. ანუ რა მოხდა, რომ რუსუდანის ეს გათვლა, შეიძლება ეს გათვლა, რომ აი ჩემ საზღვართან მოსულ მტერს გადავამისამართებ სხვაგან, ერთი შეხედვით არის სწორი და სწორი რა, ანუ ისეთია რა, გეგმაა რა, ანუ აქედან რა უთხრა, როგორ წააქეზა, რა შეპირდა, არ ვიცით ეხლა ჩვენ ეგ ამბავი, მაგრამ ფაქტია რომ ესე მოხდა და უარესი გამოვიდა ის რომ მონღოლთა მეორე ნაწილი ისე მოიწევს ჩრდილოეთით და იქიდან რუმის სასულთნო მოიწევს ჩრდილოეთით და რუსუდანს მოუწია ზავის დადება რუმის სასულთნოსთან. საკმაოდ ცუდი პირობები. ცუდი პირობები რა არის? დიდად ტერიტორიები არ წაუღია, იმიტომ რომ ეგრე არ არის. ეს სტატუს კო იყო რაღაც დონეზე რუმსა და საქართველოს შორის, აი რუქნადინის დროიდან. კი ბატონო, ძალიან სიღრმეში ისინი ვერ შემოვიდა. ჯერ ერთი ეგრეც არ არის, იმის კონტროლი უნდა, ეგ დიდი პრობლემაა ლოჯისტიკური და სხვა რელიგიის ქვეყნების ტერიტორიების დაკავება საერთოდ პრობლემაა. საზოგადოება ვინც უნდა აკონტროლო ის ვინ როგორ არის შესაძლებლად განწყობილი. ეგ ერთი და მეორე ესე იგი ახლა აი ეს არის რომ ახლა გაატანს ცოლად ესე ვთქვათ უფლისწულისთვის, ის მე სულთანი როცა გახდება, მაშინ უნდა მოხდეს ეს შეუღლება და ეს ხდება 1236-37 წლებში და ამ ზავში შედის ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რომ ქართველები ვალდებულნი არიან რუმის სასულთნოს ლაშქრობებში მიიღონ მონაწილეობა. რა მასშტაბის, რამდენი, როგორ, რანაირად ეს ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ
17 წელს თუ არ ვწდები, 35 წლის შემდეგ, მას შემდეგ რაც უკვე აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლები შემოსულები არიან, თან საფუძვლიანად, როგორც ჯამთაღწელი იყო და კალიებივით არიან მოდებულები, ამის პარალელურად რუმის სასულთნო ებრძვის აიუბიანთა ეგვიპტეს და იმ ბრძოლებში ქართველები იბრძვიან. ანუ მას შესაძაც აქ ვერ ხერხდება მონღოლების წინააღმდეგ ბრძოლა, ქართული ნაწილები ბჭყალებში, ეს თანამედროვე ტერმინი რო ვთქვათ, იბრძვიან სხვის ომში. რაც ერთი ხო როგორ ჟღერს ეგ აქეთ გაქვს საბრძოლო და სხვაგან იბრძვი ეგ ერთი მეორე ეს რუსუდანის დამსახურება ბჭყალებში იმიტომ რომ არასწორი რაღაცა ისე ინტრიგული ამბავი გაჩარხა ტრეფშორის რაც უნდა და არ გამოვიდა და უარყოფითად ეგ რო გამოსვლოდა წარმოიდგინე ხარ ჩვენ როგორ ვილაპარაკებთ მაგრამ ნუ არ გამოვიდა ხო და აქ არის საინტერესო იქ ქართველების ბრძოლა რამდენად განაპირობებდა იმას, რომ აქეთ აღმოსავლეთ საქართველოში ფიზიკურად ვერ მოხერხდა ძალების მობილიზაცია. ხო, აშკარად იცი რა, ერთი რაღაც იკვეთება, რომ ძალაუნებურად ის რასაც ჯალალედინი მანამდე ამბობდა, რომ მოუწოდებდა ყველას, რომ უნდა გავერთიანდეთ მონღოლებს წინააღმდეგ, ნელ-ნელა აცნობიერებენ ეს აღმოსავლეთის მმართველები, რომ ჯალალედინი ამაში მართალი იყო, იმიტომ რომ ისინი სათითაოდ ვერ შეძლებენ მონღოლების დამარცხებას, მაგრამ შეიძლებოდა კოალიციურად გაეწია წინააღმდეგობა და მათ შორის ასეთი კოალიცია რეალურად საქართველოსა და რუმს შორისაც ყალიბდება ამ პერიოდში. თუნდაც იგივე იმ ცნობილ ქოსედაღის ბრძოლაში, ხო, რომელშიც ქართველები და რუმის სასულთნო ერთად იბრძვიან და მანამდეც მიუღიათ მონაწილეობა რუმელებსა და ქართველებს როგორც ჩანს ამ შეტაკებებში მონღოლების წინააღმდეგ. იგივე აიუბიანებიც გარკვეულწილად მერე შემდგომში აღმოჩნდებიან მონღოლებთან ომის საფრთხის წინაშე და ეგ კი არა, მანამდე თვითონ ჯალალედინს ებრძოდნენ ისინი რუმი და აიუბიანები ერთად, ხო? დამარცხეს პირველად. რეალურად ჯალალედინმა ვერ მოახერხა ის რომ ეს აგრესია მიემართა არა თავის, არამედ მონღოლების წინააღმდეგ თავის შეცდომა დაუშვა, იმიტომ რომ თავისი ძალიან თქო ეგრეთ წოდებული აროგანტული გწევით რაღაცა თავხედობით, ხო, გარკვეულწილად, რაც ახასიათებს და მას შორის ჯუვეინიც კი ვერ მალავს ჯალალედინისაგან, იმიტომ რომ აშკარად ჩანს როგორი ხასიათის კაცი არის ის, ხო, ძალიან ფეთქებადი, ერთი ძალიან საინტერესო ეპიზოდი არის მის ხასიათს მეტყველებს, რომ აი ბოლნისის ბრძოლის წინ მან თათბირი მოიწვია, რომელზეც კითხა აზრი თავის ვეზირებს და ვეზირმა უთხრა ერთ-ერთმა, რომ მოდი ცოტა ჯარი ყავს ახლა და წავიყვანოთ ეს ჯარი აქედან, რაღაც გადაუკეთოთ კომუნიკაციის გზები მოწინააღმდეგეს, მე როცა მოძლიერდებით, მაშინ შევებრძოლოთ და ამაზე გაბრაზდა ჯალალედინი, როგორ თუ მე ახლა აღმათ გავექცეო და აიღო სამელნია და ესროლაო ამ ვეზირს მოარტყაო და იმან ამ უაზრო პასუხისთვისო 50000 დინარი ჯარიმა გადაიხადაო, ხო? რაც აი მეტყველებს მის ფეხბურთელები რო იხდიან ხოლმე, ხო, რაღაცას რომ იქარავენ და ჯარიმას რო უკის. და ეგეთი ეპიზოდი არის ჯალალედინის ცხოვრებაში და ნუ ამ შემთხვევაში აქ უკვე რუმის სასულთნოსა და საქართველოს კავშირი რეალურად მეტყველებს იმაზე რომ მათაც გააცნობიერეს რომ მონღოლებს წინააღმდეგ საჭირო გაერთიანება და ხო თუმცა ეს ჩვენი ერთობლივი ბრძოლა ეგვიპტის წინააღმდეგ აღმოჩნდა 37 წელს და არა მონღოლების წინააღმდეგ და მონღოლების წინააღმდეგ რაც მონღოლების წინააღმდეგ ის ქოსედაღის ბრძოლა ხო რაც პოპულარულია რუსუდანის სახე რაც პოპულარულია რომ ვერაფერს ვერ აკეთებს გარბის და ასე შემდეგ ეს უფრო მიესადაგება არა ჯალალედინის პერიოდს როდესაც უკვე არამედ აი უკვე მონღოლების პერიოდს იმიტომ რომ იქ ძალიან ისე არის რომ ესე იგი როგორც კი გაიგო თათართან ანუ მონღოლთა მოახლოება ესე წყაროში ესია ჯამთაღწელთან მაშინვე წავიდა თბილისში და ესე ქუთაისში თბილისიდან და ნახე თითქოს ძალიან გავს ხო ჯალალედინი მოუახლოვდა თბილისს და რუსუდანი მიდის ქუთაისში მონღოლები მოუახლოვდნენ თბილისს და რუსუდანი მიდის ქუთაისში, მაგრამ განსხვავება რა არის? პირველ შემთხვევაში მან დატოვა ხალხი ქალაქის დასაცავად და რომ არა ის ეპიზოდი არ ვიცით ხა რა მოხდებოდა. და თან კიდე ბრძოლების გაუმართეს თელი რიგი. და აქ უკვე არის რომ იქ თუ ბოცოს ჩააბარა რომ იომეო, აქ ჩააბარა მუხაზდეს და უთხრა რომ მონღოლები თუ გამოჩნდებიან, ქალაქი დაწვი სასახლის გარდაო, დაუბარა. და ამ მუხამ რომ დაინახა მონღოლები, ქალაქი დაწვა სასახლიანა. ანუ შეიძლება შემოეწვა ხო რა ძალიან შეუნთო და დაწვა აი აქ უკვე ეს არის უკეთ კუტუზოვივით იყო მაგდარი გასხვა ქალაქის დაწვა გასაგებია ანუ მაშინ მოსკოვის მერი იყო როსტოპჩინი უბრალოდ ვისაც დაევალა ორგანიზება ხო და ქართული როსტოპჩინი ქალაქის დაწვა გასაგებია რომ არ უნდა გამოიყენო ანუ ქალაქის დაცვის აი ქალაქში გამაგრება და დაცვა არის ხოლმე ბოლოის არა ბრძოლის ველზე თუ რაღაცა და ეს არის ამის გაკეთების შესაძლებლობაც აღარ არის სახელმწიფოში.
ეს არის საინტერესო და ეს რამ განაპირობა მე არ მგონია იმან რომ იქ რუმის ჯარებში ქართველები იბრძვიან ჩემი აზრით რამდენი კაცი უნდა გაეგო იცი რა მე ვფიქრობ რომ ზოგადად თუ მონაწილეობას იღებდნენ ქართველები იქ უფრო იქნებოდა ან მონაპირე ერისთავების ნაწილები ან რაღაც დასავლეთ საქართველოსთან და რაღაც ნაწილი გასწროლი თან იმიტომ რომ ჩვენ მე ვიცით რომ ამ ამბის მე ხო არის ეს მთელი ქართველი ფეოდალები აქ თავიანთ ციხესიმაგრეებში არიან და საინტერესო ანუ აქ უკვე შეიძლება ვილაპარაკოთ მეფის როლზე და მეფის პრობლემაზე. იმიტომ რომ ვინ არის მეფე, ხო? შუა საუკუნეებში. კატეხილია აშკარად ისე შეიძლება ითქვას, აი მე რუსუდანი როგორც მეფე, მისი ავტორიტეტი ალბათ ძალიან არის დაცემული ამ დროისათვის უკვე. ან გარკვეულწილად აი რაღაც უბედურების მომტანადაც კი შეიძლება ითვლებოდეს, რომ აი მის მმართველობის დროს მოხდა ეს ამართლებს კიდევ იმ ჩვენს ვარაუდს, რომ დავითი სწორედ ამ პერიოდში მოიშორა თავიდან, ანუ კიდევ უფრო გამძაფრდა მის გონებაში შიში რომ მე ცუდად წამივა საქმე ხო თან უკვე ის ბიჭიც იზრდება და მართლა შეიძლება და სადღაც ამ მას ულუსთან არის ჩვენ ტექნიკურ ტერმინებად ვიყენებთ ამ დროს ჯერ არ შემდგომში უკვე მონღოლურ პერიოდში ამ ესეც შეიძლება რომ ანუ ამ დროს მაგიტომ მოიშორა თავიდან რომ კიდევ უფრო დიდი პრობლემა მაგრამ მეფის პრობლემა რა ანუ შუა საუკუნეების მეფის ერთ-ერთი მთავარი ღირსება არის თუ ახერხებს სახელმწიფოს პოტენციალის კონკრეტულ პერიოდში მობილიზებას რა იმიტომ რომ ეს ხო ყაზარმებში ჯარები არ დგას და არაფერი ხო ეს არის რაღაცა ფეოდალურ ლაშქარია უნდა გამოიწვიოს მე მყავს ჩემი რაღაცა მონასპარ ვთქვათ ბჭყალებში ანუ დაძრეული ან რაღაცა მაგრამ ფეოდალურ ლაშქარი არის რომელიც შენ უნდა გამოიყენო იმან უნდა გამოიყენოს ეს რესურსი არსებობს მაგრამ მეფე მაშინ ხარ მაგარი როდესაც შენ შეგელია ეს რესურსი მაქსიმალურად გამოიყენო ხო ანუ მოიზიდო და მიმართო ხო საერთოდ ძალიან მოუქნელი აპარატია ეს რა თქმა უნდა ფეოდალური არმიის მაგრამ ეს დამოკიდებული არის გარდა იმისა რომ რაღაცა ტექნიკურ საკითხებზე მეფის პერსონაჟზე და მეფის პიროვნებაზე არის დამოკიდებული ან ამის პასალარის ან ამის პასალარის კი ბატონო მაგრამ ამის პასალარი თავის ციხესიმაგრეში არის გამოკეტილი ამას ვერ აკეთებს და ვერც რუსუდანი ვერ აკეთებს ვერაფერს ხო იცი რაღაცა დეცენტრალიზებულად გამოიყურება ამ პერიოდის საქართველოს თითქოს ყველა ნაწილი თავისთვის არის ანუ ის არის ხოლმე ესე რომ ქართულმა მხარემ აირჩია ასე ბრძოლა მე რამდენად აირჩია ეს კიდე საკითხია ანუ შეიძლება ეს უბრალოდ სხვა გზა არ იყო შეიძლება იმიტომ რომ აღარ არსებობს ის რაღაცა ღერ სახელმწიფოში ის ღერძი მეფის სახით რომელსაც ეს გაერთიანება უნდა უზრუნველეყო და შესაბამისად მოხდა ასე რომ გამოცალკევდნენ და ამაზე ხა რა ანუ ძალიან კარგად აქვს თვითონ ჟამთა აღწერელს თვითონ აქვს ნათქვამი რომ ანუ ეს რასაც მე ლაპარაკობ იდეაში ამას ჟამთა აღწერელი ამბობს რომ აი ეს ერთიანობა არ არსებობდაო და თუ ვინმე მიდიოდა რუსუდანთანო მიდიოდნენ როგორც ტოლვილებიო ანუ ქუთაისში რუსუდანთან რო აღმოსავლეთ საქართველოსდან ფეოდალი მიდის ის ფეოდალი თავისი ჯარით კი არ მიდის რომელმაც მე რაღაცა პასუხი უნდა გასცეს რაღაცა თავისი გადასარჩენად გადის 10 კაცით ვთქვათ როგორც ტოლვილი და რა თუნდა ეგ ტოლვილი ხო ისე ხოდა შეიძლება აი მე ვფიქრობ რომ გარკვეულწილად საქართველოში ამის პრობლემა იმდენად არ უნდა მდგარიყო იმიტომ რომ თამარი უკვე იყო მეფე და თანაც ყველაზე ძლიერ პერიოდში რაღაც დონეზე შეიძლება ითქვას მაგრამ ის რომ ქალია რუსუდანი და ანუ გარკვეულწილად ლიდერად ამ ხედართავრად ვერ აღიქვამენ მას ამანაც შეასრულა ჩემი აზრით გარკვეული როლი ამ მოვლენებში ლაშა-გირულის განსხვავებით ხო რომელსაც შეეძლო არმია სათავეში ჩამდგარიყო და მეფეს ემართა და აი თუნდაც აი აქ ჯუვეინის იმას მოვიყვანდი მომენტს როდესაც რუსუდანზე საუბრობს რომ სულთანმა გადაწყვიტა მარტო შეხვედროდა თავის ქალს არა ფულით ნაყიდ მხევალს და ხოისკენ დაიძრა იქიდან საქართველოსკენ წავიდა და დვინში რომელიც საქართველოს საზღვარია ერთმანეთს შეუერთდნენ სულთანმა უპირველეს ყოვლისა მალეკ თაშდარი დესპანად გაგზავნა ყიზმალიქთან ეს ყიზმალიქი ქალი იყო და მთელი საქართველოს ფადიშაჰი გახლდათ ამბობს რუსუდანზე მართლმორწმუნეთა მბრძანებელი აბუ-ბაქრის შესახებ ღმერთი იყოს მისი მწყალობელი არსებობს თქმულება რომ როდესაც ამბავი მიუვიდა ირანის შაჰი ქალიაო უთქვამს დაბალია ის რომ თავისი საქმეები ქალისთვის ჩაუბარებიაო ანუ ისინიც კი მოწინააღმდეგეები საქართველოსი აი ამაზე ხაზგასმით ლაპარაკობენ ხოლმე ყოველთვის რომ აი მათ ქალი ყავთ მართველი
და ესე იგი სისუსტის ნიშანია ეს გარკვეული. შენ თამარი რომ მოიყვანე მაგალითად, თამარი ქალია, მაგრამ დავით ოსლანი ყავს. დავით ოსლანი ყავს, რომელიც ძლიერიც კონსორტია. რომელიც არის ძალიან მაგარი რა, ანუ ერთ-ერთი საუკეთესო მხედართმთავარია. ის საქართველოს ისტორიაში ყოფილა, ხო. და აქეთ ამას არც ქმარი ყავს ეგეთი. ის მოღისედენი საერთოდ ჯალალედინის პერიოდში ისე აურთქლდება მე იქიდან. ხო, საერთოდ გამქრალია. ხო, ალბათ აი აქ ეს ამტკიცებს გარკვეულწილად იბნ ალ-ლასირის ცნობაში, რომ გარკვეული სიმართლის მარცვლები არის, იმიტომ რომ ზოგადად იბნ ალ-ლასირი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სანდუმემატიანია ზოგადადაც ისე ისლამურ მემატიანეთა ისლამის მემატიანეთა შორის და შესაბამისად მისი ცნობები არა მარტო ამაზე ზოგადად საქართველოს ისტორიაზე ძალიან ძვირფასი არის და გარკვეულწილად ვფიქრობ რომ შეიძლება ის აჭარბებდეს, მაგრამ რაღაც დონეზე მისი ცნობები შეიძლება მართალი იყოს, იმიტომ რომ ნუ ასე იკითხება ისტორიიდან. ის რომ ყოფილიყო, ეს რო ყოფილიყო, ხა არ უყვარს ისტორიას, მაგრამ ლაშა გიორგის შემთხვევაში შეიძლება რომ პოდკასტია და შეგვიძლია თქვა ლაშა გიორგი დამარცხებულიყო გარნისთანაც, ბაბოლნისთანაც, თბილისიც დაეკარგა ვთქვათ, მაგრამ აი მონღოლური საფრთხის წინაშე რატომაც მგონია რომ აი ლიდერობას მოახერხებდა გაერთიანებას, იმიტომ ნახე როგორ წერია რომ ძლიერნი ამა ქვეყნისანიო, ანუ ლაჟამთაღწერელი ამბობს, აი ესე ძლიერნი ამა ქვეყნისანი ურთიერთობას შეუზრახველნი იყვნენ, ანუ ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ და ტოლვილებივით მიდიან რუსუდანთან და ამ დროს ახლა ლაშა გიორგი ეგრე არ იქნებოდა რა, რომ იქ ის და დაელოდებოდა. ეს ერთ-ერთი მოხდა ის რაც მოუვიდა ხვარაზმს, ხო? ხორეშსაც იგივე დაემართა. დაშლილი და გამოსავალი რა იყო? გამოსავალი იყო მონღოლებთან ლაპარაკი. ერთადერთი გამოსავალი, იმიტომ რომ აზრი არა აქვს. ერთი ფეოდალი თავის ციხესიმაგრეში მონღოლებს წინააღმდეგობას ფიზიკურად ვერ გაუწევს. ამიტომ როდესაც ხორეზმის ციხეები აიღეს საქართველოს. როდესაც ამირ სპასალარი ავაგი მიდის პირველი მიდის მოლაპარაკებებზე. მოგვიგ ნებართვასაც თხოვს თან რუსუდანს ხო ამაზე რომ დამთავრებასო რომ აი წავიდე და დაველაპარაკო ხო კი და ის იგივე ციხის ჯვარელ ჯაყელი რომელიც დიდი ხანი ებრძვის ყველაზე დიდ ხანს ებრძვის ისიც ნებართვას იღებს რუსუდანის ანუ რუსუდანის მეფობაში მაინც რა ხარ მეფე დაღიარებს მაგრამ ეს მეფე ვერაფერს ვერ აკეთებს ანუ ამათ გაერთიანება რაღაცა ეს არ შეუძლია რადგან ლეგიტიმაცია მისგან აქვს ყველა ფეოდალსაც შესაბამისად მაინც იმას ეკითხება სანამ მონღოლებთან და პირველი რაც ავაგ ათაბაგი დაელაპარაკება, მაგრამ აქ ხდება ძალიან საინტერესო რაღაც. აი აქ უკვე ჩანს მეფის მეფის ხელისუფლება ფაქტობრივად აღარ არის, როდესაც შენი ფეოდალი სეპარატულ ბჭყალებში ზავზდებს მოწინააღმდეგესთან, ხო, მაგრამ რა უნდა ქნას ახლა იმანაც? ეს იყო ერთ-ერთი გამოსავალი და ეს იმდან კარგი გამოსავალი იყო, ну კარგი რა, საუკეთესო გამოსავალი იყო, რომ ყველა სხვა ვინც ეს დაინახა რა შედეგი მოყვამს, ყველა წავიდა მონღოლებთან მონღოლებთან ხო შეიძლება პატივით მიიღეს ყველაო ეს რა თქმა უნდა და ეს ჟამთაღწერელი ამბობს პირდაპირ არ არის ის მონღოლების კი ურჯულოს შეიძლება დაუძახო სადღაც რაღაცა მაგრამ არ უკარგავს იმ ღირსებებს რაც მონღოლებს ჰქონდა და ერთ-ერთი მთავარი ღირსება მას აქვს მიჩნეული ის რომ თუ მონღოლი სიტყვას დადებს ის იმ სიტყვას არ გადაუვა ასე ვთქვათ რა ფიც თუ დადებს იმ ფიც არ გასწევს ეს შორის საინტერესო ეპიზოდია რომ ჯუვეინი ასევე აი მაგალითად როცა ქართველებს ასე ლანძღავს მონღოლებს მერტ როგორ დადებით კონტექსტში წერს ხოლმე და აი ერთი საინტერესო ეპიზოდია როცა ჩინგისხანს აღნიშნავს რომ ის აი სოფლიო ფადიშაჰი და აი უდიდესი მმართველი და ამბობს რომ ძალიან იღბალი წყალობდაო მასო და თანო ამავე დროს კიდევ ერთ საინტერესო ეპიზოდია რომ კარგი ჰოროსკოპი ქონდაო ანუ რომ ანუ ისი ჰოროსკოპა განსაზღვრა გარკვეულწილად ის როგორ ანუ ზემოდან და ხო ანუ ეს მიუთითებს ამაზე რომ ანუ ღმერთსაც კი სურდა რომ აი ჩინგისხანი ყოფილიყო ასეთი აღმატებული იმიტომ რომ მონღოლების შესახებ ერთი ძვირი სიტყვა არ აქვს დაძრული ახლა არც არის გასაკვირი მონღოლების სამსახურში იყო თვითონ ფაქტობრივად ხო ანუ მონღოლების სამსახურში როგორ ვთქვათ მის ამ ეპოქაში მოღვაწეობს როცა ირხანატი და ის არსებობს ხო ანუ მონღოლური სახელმწიფო მაგრამ მაინც ასე თუ ისე ის ისტორიაში როდესაც აი ასე კაფიო იმას მიჯნას ავლებს ქართველებსა და მუსლიმებს და მას შორის აი მონღოლების მიმართ არც დადებითად არ გამოირჩევა სხვა შორის არ ამბობს რომ აი ძალიან მაგრამ ჩინგისხანს აშკარად უყურებს როგორც იმ დროის უდიდეს მმართველს და აფასებს ამ ხრივ რომ ჩინგისხანი არის სოფლიო ფადიშაჰი მმართველი და რაღაც მოვლენა როგორც მოვლენა იმ დროინდელ სოფლიოში რომელსაც ყველაფერი მიწასარგებლოდ წყდება ამ სოფლიოში რა გარკვეულწილად ხო რა ჟათა აღწერილს ამ ამბავში არის ძალიან დადებითი ანუ ეგეთი რამე ფიც დადებს და არ გატეხ ამ გეუნეს მაგარი თვისება ხო და ყველა მე ესე აკეთებს და რუსუდანი მიდის რეალობაში რომ აღმოსავლეთ საქართველოში აღარ არის ეს აოხრება და უბედურება, მაგრამ ის არაფერს შორში არ არის ამასთან, ხო? ცალცალკე ტიპებმა დადეს ეს ხელშეკრულებები, სეპარატული ძალები და
ხედავს რუსუდანი რომ აღმოსავლეთ საქართველოს კონტროლს კარგავს იმ გაგებით რომ აქეთ ეგარსლან ბაკურციხელი და ეს ავაგ ხარგზელი არიან ფაქტობრივად აღმოსავლეთ საქართველოს განკარგავები. ხა არც ერთი არ წასულა იმაზე რომ მე მეფევა რომ ეთქო, მაგრამ რეალურად რუსუდანი აქეთ ვერაფერს ვერ აკეთებს და ამიტომაც უკვე ის ამ პერიოდში კი ელაპარაკება რომის პაპს. და დახმარებას თხოვს, მაგრამ რომის პაპი ეუბნება რომ შორს სარკინოზები დგანა. შორს სარკინოზები არიანო, ანუ მაკედან რო ხალხი მოგაშველო, ანუ სირიიდან, ასე ვთქვათ, ევროპიდან ვერავის ვერ გამოუშვებთ, იმიტომ რომ ეს იმპერატორი ფრიდრიხ მეორეზეა საუბარი, ეს ურჯულო, ესო შვებაო, ნერვებს გვიშლისო და შესაბამისად ძალიან მიხარიაო, რომ აქ არის ეს რომის ეკლესიასთან საკითხი, რუსუდანი რო ეუბნება რომ ვაღიარებ თუ რა შეიძლება დავარქვა. იცი რა არის ამაზე შეხოდაშორის მე ერთი ვერსია მომისმენია ქართულ ისტორიოგრაფიაში რომ სავარაუდოდ ესო თვითონ როცა გადაწერესო ლათინმა ავტორებმა წერილიო თვითონ მათი ისა ინტერპრეტაციაო და არა რუსუდანის მაგრამ იცი რა სხვა ქართულ კორესპონდენციაც რომელიც არსებობს რომელშიც დასავლეთთან ურთიერთობა აქვს ეს მომენტი გვიანდელს კი ეს მომენტი ყოველთვის არის ხოლმე თითქოს ამ კორესპონდენციაში რაც მე მიჩენს რომ არანაირი ინტერპრეტაცია არ არის და ამ ხრივ არის ზუსტად ეს წელი გაგზავნილი. გიორგი ბრწყინვალის მერე მანამდე კორესპონდენციაშიც ესე არის, ხო? აი ამაზე სვენას ვეტყვი რომ მე ვფიქრობ ეპიზოდის ჩაწერას საქართველოსსა და დასავლეთის ეკლესიის ურთიერთობაზე დიდი სქიზმის შემდეგ, ანუ 1214 წლის მერე, იმიტომ რომ ძალიან საინტერესო ურთიერთობა არის, ეს დიდი სქიზმის მერე საქართველოში ასე არ მომხდარა ერთბაშად, თუმცა რაღაცას გაიგივება თავის ბიზანტიის ეკლესიასთან, რომელიც დაპირისპირებული იყო ამ შემთხვევაში კათოლიკურ სამყაროსთან. სხვანაირად იყო აქმული აბსოლუტურად და არ ჩანს რომ მათ ურთიერთობაში ეს რაიმე განსაკუთრებული რომელს წარმოადგენს, ხო? ამიტომაც მე ვფიქრობ რომ ეს ცალკე განხილვის საგანია და არა აქ უბრალოდ იმის თქვა მინდა რომ რუსუდანმა ერთადერთი რაც სცადა იყო ის რომ იქნება დავიხმარო რომის პაპით და სხვა ვინმე ქრისტიანები ეს დახმარება რო ვერ მიიღო თვითონაც გადაწყვიტა რომ დაელაპარაკოს მონღოლებს. ხო ისიც თქვა რომ მანამდეც იყო მიმოწერა რომის პაპსა და რუსუდანს და ივანე ათაბაგშორისაც კი ივანე ათაბაგსაც კი ქონდა მიმოწერა რომის პაპს. ეს იყო ჯერ კიდევ ჯალალედინის გამოჩენა მდე. ეს ხდება აი როცა ლაშა გიორგი დამარცხდა და მე მალე დაიღუპა. აი მის შემდეგ წლებში ხდება ეს ამბავი და ამ წლებში ისინი ეს რუსუდანი ეუბნება კიდევაც რომ აი ეს მონღოლებს შესახებ ატყობინებს რომ ისინი მოვიდნენ და ესეთი რაღაცა მოხდა აქ. მაგრამ ნუ შემდგომ პერიოდში როგორ გაგრძელდა ეს კორესპონდენცია იმ პერიოდიდან სანამ თვითონ რუსუდანი მიმართავდა პაპს. აი ეს აღარ ჩანს უკვე ამის მერე. ხო და მოკლედ რუსუდანი წავს მოლაპარაკებებს, მაგრამ მოლაპარაკებამდე მინდა აღვნიშნო კიდევ ერთი რაღაცა, აი რუსუდანის როგორ არასვენებს რუსუდანს გამჩენ. ანუ კაც ესე იგი ჯერ რადგან სამეფო კარის თამაშები ქვია, ალბათ ეს ეპიზოდი ყველაზე ისეთი არის, შესაბამისი და შესაფერის. ჯერ იყო და ნუ ძმის ანდერძი არის. გადახიეს გადაყარეს გაამეფეს დავით ნარინი, ოკეი. და ძალიან საინტერესოა ჟანთა აღწერის დამოკიდებულება, ანუ უბედურებების ნაწილს ამას აბრალებს თან სულ მუდმივად და ჟანთა აი როგორ ჯუველი არის ჯალედინის ფანი. ჟანთა აღწერას უყვარს დავითულო რა. მერე ნახეთ ჩვენ რომ ეს როცა გაათხოვა შვილი გააყოლა იქ და უგზავნის წერილებს ხალხს რომ რამენერეთ ეს დავით იქ მოკლან და თამარი ამას არ აკეთებინებს და აი მერე არის ძალიან ცუდი რაღაცა რომ უკვე თავის სიძეს გაუგზავნის წერილს რომელშიც წერს რომ ჩემი შვილი ანუ შენი ცოლი თამარი და მისი ბიძაშვილი დავითი არიან ერთმანეთთან რომანი აქვთ და ამაზე ხა გაგიჟდება ეს გაიხოს რომ მეორე ცოლს დააძალებს ისლამის მიღებას, იმიტომ რომ საწყის შეთანხმებაში რელიგიის შეცვლაზე საუბარი არის. ხო, სხვადასხვა რელიგიის ტიპები როგორ ქორწინდებოდნენ, ამას პოლიტიკა აგვარებდა ალბათ, მაგრამ ეგ სხვა თემა და ბრძანებს, ნუ დავითულუს მოკლას. მაგრამ დავითულუ მერე გადარჩება, ასე ვთქვათ და მერე ეგ ცალკე ისტორია და გადარჩენის თავგადასავალი ჯამთა აღწერელთან ყვილა არ არის ისეთი როგორიც არის, მაგრამ მაგას არ ვიტყვი ხა, იმიტომ რომ დავითულუზე დავით ნარინიძეს მოხდეს ეპიზოდი. ჩასაწერია და ეს მერე იქნება, მაგრამ აი ესე ანუ ხალი რამდენად მართლა პარანოია ქვია ამას და რამდენად უნდა რომ მის შვილს არ შეექმნას
საფრთხე ლეგიტიმაციის პრობლემა სადღაც ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს ხო მაგით უკვე არაჩენებს მეთქი ლაშას სული არასვენებს ეთქობა აი იქ სადღაც უნდა რომ მოკლან ეს ისა და მისი ძმისშვილი და რატო ჩავამატე ახლა ეს აქ ზავი ხო რომელიც გაფორმდება მოლაპარაკებები დაიწყება მონღოლებთან და ზავი გაფორმდება და ზავის პირობები რა არის ნუ გადავიხადოთ ხარკი ჯარი უნდა გამოვიყვანოთ. უნდა გამოვიყვანოთ ჯარი, როცა დაჭირდებათ და შემოდის მონღოლური გადასახადები. ჯამში 14 მოქმედი 3 და დანარჩენი. ხო, მე კიდე ზოგჯერ ჩდებოდა ხოლმე სხვადასხვა გადასახადები. მე უკვე რაც ისლამი მიიღეს მონღოლებმა ჯიზია დაემატა, ხო და საქართველოს მეფე რჩებოდა რუსუდანი, მემკვიდრედ ცხადდებოდა დავითი, ოღონდ მონღოლთა ყაენს უნდა ეკურთხებინა საქართველოს მეფე. და აი რუსუდანის ან თემა რა ანუ იქ სადღაც დავითის მოკლა უნდა რომ რამენაირად თავის შვილი იყოს მეფე და მის სიცოცხლეში აგზავნიან თავის შვილ დავითს ყარაყორუმში და ეს ქალი ისე კვდება რომ არც კი იცის დავითი ცოცხალია თუ არა და საერთოდ მკვდარი გონიათ იმიტომ რომ კაცი წავიდა და რაღაცა დროში ხო დაბრუნებულიყო და არ ბრუნდება სად არის არავინ არ იცის ახლა ცირა არის ხა წარმოდოთ შუა საუკუნეებში ეს მოგზაურობა 7000 კილომეტრი რაღაცა თუ რა ძალიან შორს არის ხო ყარაყორუმი წარმოდოთ მონღოლეთში უნდა ჩასულიყო საქართველოსდან სახმელეთო გზით ხო ფეხით ეს იყო იმ პერიოდში შუა საუკუნეებისათვის ძალიან დიდი გზა არის ეხლა ძალიან დიდი გზა მანქანით რომ მიდიხარ და წარმოიდგინე ეხლა ფეხით რომ მიდიხარ და თან იცი გზად რომ გაივლი და რაღაც ტერიტორიებზე უნდა შეჩერებულიყო და ესვენა მე სხვა ქალაქში გაჩერდებოდა იქ და მოკლედ ან საკმაოდ რთული პროცესი იყო ხოლმე ეს კარმა იყო ერთგვარი რომ რუსუდანი ისე ანუ ძმისშვილის მოკლაზე გადართული ქალი ბოლოს ისე მოკვდა თვითონ რომ საკუთარი შვილი გონია მკვდარი ხო ან ორთოში მეფე და არის დამტკიცებული ჯერ კიდე და არის სამშესახებ ხო ისე კვდება რომ არ ჩანს და მე რეიწყება უმეფობა ცალკე თემა და ამავე დროს მე უკვე დავითულუც გაემგზავრება მე ხო მე ის იქ რო შეხვდებიან და თემა ეგ მაგას თავი დავანებოთ კი მაგას უკვე ჩვენ განვიხილავთ როცა დავითულუსა და დავით ნარინზე ეპიზოდი იქნება უკვე შემდეგი ეპიზოდი იდეაში უკვე ეს იქნება ანუ ორმეფობა და დავითულუსა და დავით ნარინის პერიოდის ინტრიგები და სამეფო კარის თამაშები იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერიოდია სხვადასხვა სამხრევა ანუ მონღოლების პერიოდის საქართველოს ყველაზე მდიდარი არის ამგვარი ინფორმაციით აი ამ პერიოდისა და შესაბამისად აქ მონღოლების მონაწილეობა ძალიან ინტერესო თვალსაზრისით იქ ეგვიპტის მამლუქები და ასე შემდეგ. ანუ საკმაოდ მრავალფეროვანი ისტორია აქვს საქართველოს მონღოლთა მმართველობის ქვეშ. ან ჩვენ ესე წარმოვიდგენთ ზოგადად საქართველოს ყველაზე მეტად უყვართ ოქროს ხანის პერიოდი, ხო, რომელიც იწყება დავით აღმაშენებლით და მთავრდება ლაშა გიორგით. მაგრამ აი ამის შემდგომი პერიოდი, აი ისტორიკოსის პერსპექტივიდან არის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო საქართველოს ისტორიაში. მაგრამ ხო, მაგრამ ამას ჩვენ უკვე მომდევნო ეპიზოდში განვიხილავთ. ანუ დღეს საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ, კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება, უამრავი წყაროს ციტირება შეიძლება ამ თემაზე, მაგრამ ხა ძალიან მეც აღარ დაგღლით ამ თვალსაზრისით და შემდგომ ეპიზოდებში შევინახავთ თან ინფორმაციას, იმიტომ რომ ჩვენ კიდევ გვინდა ამ თემაზე საუბარი და რა თქმა უნდა, გვინდა რომ გაგინაწილოთ ეს ისტორიაზე, ეს ძალიან საინტერესო ფაქტები და ინფორმაცია, ისტორიული წყაროები. მადლობა სტუმრობისთვის, ნიკა, ძალიან საინტერესო საუბრისთვის. ჩვენ მსმენელს კი დავემშვიდობები სამეფო კარის თამაშების მოულ ეპიზოდამდე. ნახვამდის.